გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალმე კასრაძის პოდკასტზე. დღეს სტუმრად მოვიწვიე ექიმი, რომლის გამოცდილებაც და ამჟამინდელი საქმიანობაც ჩემთვის ძალიან შთამაგონებელია. მისი ისტორია გვიყვება იმაზე, თუ როგორ შეუძლია ადამიანს, რომელიც ცხოვრების დასრულ ეტაპზე დაკარგულია, თავიდან დაიბადოს, განვითარდეს და იპოვოს საყვარელი საქმე, რომელიც აბედნიერებს. თუ ეს სიტყვები შეგეხო, ან უბრალოდ ეძებ მოტივაციას, მაშინ ეს ეპიზოდი შენთვისაა. სანამ სტუმარს წარმოგიდგენთ, მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ სალომე კასრაძის პოდკასტი. არხის სტატისტიკა მაჩვენებს, რომ მაყურებელთა 62% არ არის ჩემი გამომწერი. ერთი თვის წინ ეს რიცხვი იყო 65 და ჩვენ მოვახერხეთ, რომ შეგვემცირებინა და მინდა გთხოვოთ, რომ დამეხმაროთ კიდევ უფრო შევამციროთ ეს რიცხვი, რადგან თუ მოგწონთ ეს ვიდეოები, თქვენი მხრიდან მხარდაჭერის ყველაზე სწრაფი და უფასო გამოვლინება იქნება არხის გამოწერა. რა თქმა უნდა, სალომე კასრაძის პოდკასტის სპონსორი გახლავთ ავეჯის სახლი ლაქშერი, რომელიც მდებარეობს აღმაშენებლის ხეივნის 24 ნომერში, სადაც დაგხვდებათ დიდი შოურუმი, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყნის ავეჯი, მათ შორის უმაღლესი პრემიუმ ხარისხის იტალიური ავეჯი. უფრო მეტ დეტალებს ნახავთ ვიდეოს ქვემოთ აღწერილობაში. რა თქმა უნდა, ჩაწერები მიმდინარეობს პოდკასტ არეაში და ახლა უნდა წარმოგიდგინოთ ჩემი სტუმარი. ექიმი, ლიცენზირებული ნევროლოგი ლაშა ჯაყელი, რომელიც ამერიკაში წავიდა სამუშაოდ და სასწავლებლად და იქაური მიდგომები და სტანდარტები არ მოეწონა. ის იყო უკმაყოფილო ამ ყველაფრით და დაბრუნდა საქართველოში და აქ დააფუძნა პირველი გონება სხეულის გამაჯანსაღებელი კომპანია, ხოთ ცენტრი, რომელიც ადამიანებს ეხმარება გაჯანსაღებაში როგორც სხეულის, ასევე გონების. როგორც გითხარით, ლაშას ისტორია იმდენად საინტერესოა, დარწმუნებული ვარ, წინ ძალიან ისეთი ჩამთრევი ეპიზოდი გველოდება, ასე რომ მოემზადეთ ამისთვის. ლაშა, დიდი მადლობა პირველ რიგში რომ დღეს. მოწვევისთვის, სალომე. მადლობა შენ და მოდი დავიწყოთ სულ თავიდან. საერთოდ რატომ აარჩიე შენს პროფესიად ექიმობა, ნევროლოგია და აი როდის დაიწყო შენს ცხოვრებაში ის კრიზისული ეტაპი, რომელიც შესავალ სიტყვაში ვახსენე? ესე იგი, თავიდან მქონდა გადაწყვეტილი ქირურგობა, ამისაც ვემზადებოდი. გერმანულს სწავლობდი, ეს გაგრძელდა 2 წელიწადი, მერე წავედი გერმანიაში, დავიწყე იქ ქირურგიის კლერკში, რაც გულისხმობს პრაქტიკებს, უშუალოდ როცა ეხმარები ქირურგებს და რაღაც ეტაპს დაახლოებით 2-3 თვე გაგრძელდა ეს და იმდენად სტრესული აღმოჩნდა ეს, რომ დავბრუნდი საქართველოში, ესე უეცრად დამარტყა ძლიერმა შფოთვამ. და პირველად მაშინ გავაცნობი, რომ თურმე ადამიანს გააჩნია გონება, მენტალური ჯანმრთელობა და ეს არის მნიშვნელოვანი. და აქ რამდენი წლის ხარ ბოდიში? დაახლოებით 22-23-ის. აჰა, ესე იგი სამედიცინო უნივერსიტეტი აქ დაასრულე და აქ ისწავლე საქართველოში და მერე გადახვედი გერმანიაში, ხო? მეოთხე კურსზე წავედი ამ კლერკშიპზე და როცა ვაკეთებდი ამას, აღმოაჩინე, რომ რაღაც იდეა ქირურგობის მომწონდა, მაგრამ მივხვდი, რომ ეს იყო რაღაც უფრო ჩაწვეთებული იდეა. გარემოდან ვიდრე ჩემი სურვილი, იმიტომ რომ არ მომეწონა. და რო ჩამოვედი, მერე ეს შფოთვა გამინვითარდა, თვითძიების პერიოდი იყო ძლიერი, ვთქვათ. ცდილობდი, რომ ეპოვა გზა, იმიტომ რომ ბევრი რაღაც რაც უცადე არ მშველოდა, ფსიქოლოგთან სიარული, მედიკამენტები, ეს ყველაფერი არ მშველოდა და იმდენად დავინტერესდი ამით, თქვათ, სხვადასხვა პრაქტიკებით, რომ ეს რაღაცა ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. აი, შეგიძლია გითხრა, რაში გამოიხატებოდა შენი ცუდად ყოფნა? შენ შფოთვა ახსენე. კიდევ უფრო კარგად რომ დაგვანახო, აი რა ხდებოდა მაშინ შენ თავს? აი, წარმოვიდგინე, დილით იღვიძებ, თქვათ, გაკ უიმედობის განცდა, რომ რაღაცა დღესაც ამ შფოთვით უნდა იცხოვრო. ეს შფოთვა არ არის რა იცი, რაც აი თქვათ, როდესაც სიტყვით გამოდიხარ საჯაროდ, ამ დროს შეიძლება შფოთვა გქონდეს, ეს არის ეპიზოდური შფოთვა. მე რასაც უჩიოდი, მაშინ იყო ეს რაღაცა მოწმენდილ ცაზე შფოთვა. როდესაც ეს სრულიად უმიზეზოდ შენთვის ოთახში ხარ მარტო, მშვიდად არაფერი არ ხდება, ისეთი თქვათ, საგანგაშო და სახიფათო და ამ დროს გააქვს ეს ჩართული. და ეს გიშლის შენი ცხოვრების აბსოლუტურად ყველა ასპექტზე, ეს ახდენს გავლენას შენი ცხოვრების ყველა ასპექტზე და გიშლის ხელს ადამიანებთან ურთიერთობაში, შენი
გეგმების განხორციელებაში, კარიერულად განვითარებაში, ვთქვათ, მაშინ უკვე მქონდა გადაწყვეტილი, რომ ამერიკაში წასულიყავი, ამერიკის სალიცენზიო გამოცდების ვემზადებოდი და მახსოვს, როცა მივიდოდი ხოლმე ბიბლიოთეკაში, შეიძლება საათობით წიგნთან ვდარიყავი ისე, რომ ერთ გვერდს ვერ გავცდენოდი, ამას ვკითხულობდი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ხუთჯერ, 10ჯერ, რომ რაღაცა გამეაზრებინა, იმიტომ რომ ჩემი გონება იყო ამ ქაოსით მოცული, ამ აზრებით და ამ შინაგანი მღელვარებით და ეს არ ვიცოდი საიდან მოდიოდა. წარმოიდგინე ეს ამას არ გასწავლიან თქვათ როგორც სტუდენტს და ეს რაღაცა თვითძიების გზა გახდა ჩემი. და პირველ მაშინ დავისახე მიზნად, რომ ესე იგი ნევროლოგია მსურდა ამ ფსიქიატრია, ну საერთოდ ძალიან მომიჯნევ არის ორივე. საქართველოში დავიწყე ნევროლოგიის რეზიდენტურა და მე უკვე რომ ჩავაბარე სხვადასხვა საფეხურები ამერიკის სალიცენზიო გამოცდის, წავედი ამერიკაში. მეც ახლა გადაახტი. რაღაცები კიდე უნდა გამოგკითხო. აი ასეთ დროს, როდესაც განსაკუთრებით 22-22 წლის ასაკში ადამიანს ემართება ესეთი მსგავსი მდგომარეობა. როგორც წესი, მშობლებს ეკითხება აზრს, ან მშობლები ამჩნევენ და თვითონ ცდილობენ რომ დაეხმარონ. შენ ვერავინ ვერ დაგეხმარა თუ აი როგორ იყო შენ შემთხვევაში? შენ ახსენე თვით განვითარება დავიწყეო, ხო? იცი რა არის? საერთოდ ხა როცა შფოთვას ვახსენებთ, ტრადიციული მეინსტრიმ გაგება შფოთვის არის ის, რომ განსაკუთრებით როცა შფოთვას დაშლილობაზე ვსაუბრობ, რომელიც უჯართულია, თქვა არის ის, რომ ეს არის ქრონიკული მდგომარეობა, რომელთან ერთად ადამიანმა უნდა იცხოვროს. და მე ეს არ მაკმაყოფილებდა და ამას ვერ ვიჯერებდი, რომ რაღაცა ამით მოსაზღვრული ცხოვრებით უნდა მეცხოვრო, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ გამოჩნდა დიდი პოტენციალი, ვთქვათ, და მქონდა ამბიციები და ვერ ჯერდებოდი იმ აზრს, რომ ეს შფოთვა ამ ყველაფერზე მათქმევნებდა უარს. როგორ ხდებოდა ის შფოთვა, როგორ გათქმევინებდა ამაზე უარს? ფიზიკურად აი მე ჯანმრთელობის ხა მინდორში როცა საუბრობ ხოლმე ამაზე, 5 დონეზე ვსაუბრობ ჯანმრთელობის რა. აი პირველი დონე ვთქვა ჯანმრთელობის არის, როდესაც ყველაზე ასე რომ ვთქვათ, ესეთ პრობლემური საფეხური რა. და ამას განვითარება გააჩნია. პირველი დონე არის, როდესაც გონება და სხეული ხდება უფუნქციო, ანუ ადამიანი მხოლოდ არსებობს. გონების როლი რა არის ჯანმრთელობას მე როგორც განმარტავ არის, რომ შენ და გქონდეს კონცენტრაცია, მეხსიერება, ფოკუსი, ხო? და პოზიტიური განწყობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? შინაგანი სიმშვიდე და სხეულში ვთქვათ ენერგია, ენთუზიაზმი და კიდე სხვა ბევრი რაღაცაა ვთქვათ, დონეებს როცა ვსდით და ვაუმჯობესებთ ჩვენს ჯანმრთელობას, სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანი, ხო? და მე ამ პირველ დონეზე ვიყავი, როდესაც უბრალოდ არსებობ და შენ სრულფასოვნად შენი გონებისა და სხეულის ფუნქციას ვეღარ ასრულებ. ხო და ამას ვერ ვჯერდებოდი და ამას ვერ ვეგუებოდი, რომ ეს არის ქრონიკული და ამით უნდა ვიცხოვრო მთელი ჩემი ცხოვრება. და ვინ გეხმარებოდა ამაში? აი როგორ ვერ დამეხმარა საქართველოს პირდაპირ გეოვნები. აი დედა შენი ექიმია? ხო. და ვერ დაგეხმარა დედა შენი? ძალიან ძლიერი შფოთვა იყო. ძალიან ძლიერი, 10-დანათი ალბათ ყოველ დღე. და ვერ ვიგებდი მიზეზს საერთოდ, სრულად მიზეზს თქვა, სტრესის ფონზე დამეწყო შფოთვა რა. და არ გადიოდა, ანუ უჩართული იყო. ანუ სტრესი იყო ამის. გერმანიაში. და გერმანიაში რა გსტრესავდა? აი, როდესაც ესე იგი ვეხმარებოდი ამ ქირურგებს ყოველ დღე, ზოგჯერ ეს გრძელდებოდა 8 საათი, 10 საათი და ძალიან არ მომწონდა. და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ამას ორი თვე საკმაოდ ისეთი ხანგრძლივი იყო და თან დავიდე რომ ჩავედი საერთოდ ისიც არ ვიცოდი გერმანულად საუბრობდი თუ არა რა, იმიტომ რომ ისეთი მომენტი იყო, წარმოვიდგინე ჯერ ისიც არის რაღაც გერმანულად საუბრობ თუ არა, სერტიფიკატი გიჭირავს ხელში მხოლოდ და პირველად ჩადიხარ გერმანიაში და უკვე რომ უნდა მიეხმარო ქირურგებს და გერმანულად ისაუბროთ, რაღაც ძალიან სტრესული იყო, წარმოუდგენლად სტრესული იყო. თან მეოთხე კურსის სტუდენტი ვიყავი მაშინ 22 წლის და ძალიან გამიჭირდა რა ამასთან შეგუება. და რო იქ შეხოთაშორის მაშინ როდესაც უშუალოდ სტრესს გავდიოდი, მაშინ შფოთვა არ მქონია. რო ჩამოვედი მე დაიწყო შფოთვა. ესე იგი მაშინ სტრესი იყო გაუცნობიერებელი? შეიძლება ითქვას ეს? უბრალოდ განიცდიდი დისკომფორტს. კი. ანუ ესე იგი სტრესი გამოიწვია იმან, რომ შენ იქ იყავი, სადაც შენი ადგილი არ იყო. ზუსტად. არ გიყვარდა, რასაც აკეთებდი და როცა არ გიყვარს, რასაც აკეთებ, ის სტრესები უბრალოდ შენ გაგიმართლა, რომ მალე გამოვლინდა შფოთვაში. კი. და მალე მიხვდი. კი. და ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც შფოთვა
ან ვერ აქცევენ ყურადღებას და ვერ ხვდებიან, რომ ეს აჰა. არის შფოთვა, ან შფოთვა აგვიანებს კი. და აი დიდხანს არიან ამ სტრესში. 100%-ით და ერთს რასაც დავამატებ არის კიდე რომ ეს შფოთვა არ არის აუცილებელი რომ ყველას მღელვარებით გამოვლინდეს და აჰა. სტრესი ზოგადად. აი სტრესს როგორ აქვს შეიძლება? სხვადასხვა აჰა. ნიშნები. შეიძლება ადამიანი დაძაბული იყოს, იმდენად დაძაბული იყოს, რომ კუნთის ტკივილამდე მივიდეს, კუნთის აჰა. სპაზმამდე მივიდეს, შეიძლება ძილი გაუხდეს, ან ზედაპირული გაუხდეს. შეიძლება ვთქვათ, კონდეს იმის განცდა, რომ იცი რა, მე ღამე მძინავს, მაგრამ დილით დაღლილი ვიღვიძებ. შეიძლება ვთქვათ, სხეულის ფორმები შეცვალოს, მადა გაეზარდოს ან მადა შეუმცირდეს. სტრესს აქვს, სტრესი არსებითად არის ორგანიზმის გადარჩენის მდგომარეობაში ჩავარდნა. აჰა. და ამას პრობლემა ის არის, ვთქვათ, სტრესის მოგვარების ძირეულად, ხო და გონება-სხეულის მიმართულებით რატოც არის ჩემი ვთქვათ, ჩემი საყვარელი აზროვნების მოდელი ადამიანის ჯანმრთელობაზე არის ის, რომ სტრესი შენ შეიძლება შეიმცირო, მაგრამ თუ ეს შენახულიყო დიდი ხნის განმავლობაში, ხო, სრულფასოვნად აი ამ დონეებს, რასაც ვსაუბრობ ჯანმრთელობის, ხო, სრულფასოვნად მესამე დონეზე, მეოთხე დონეზე, მეხუთე დონეზე შეიძლება ვერ ახვიდე. შეიძლება ვთქვათ, რაღაც ნეიტრალ დონეს მესამე დონემდე ამოხვიდო, ვთქვათ, რაც არის იმისი განცდა, რომ იცი რა, კი, მე აღარ მაწუხებს, აღარ ვიტანჯები ამ ვთქვათ, რაღაც მღელვარებით ან დაძაბულობით, მაგრამ მაქვს ასევე იმის განცდა, რომ მეტი შეუძლია ჩემს გონებას და ჩემს სხეულს. ხო? და ის მერე უკვე გაჯანსაღება, განვითარება, ხო და სხვადასხვა პრაქტიკების დანერგვა ცხოვრებაში უკვე არის, რომ ოპტიმალური დონეებისკენ, ოპტიმალური შრეებისკენ წავიდეს ადამიანი. და მე რაც მინდა, რომ თქვა რაღაც ერთი რო დარჩეს ჩვენს მაყურებელს, არის ის, რომ აი შეიცვალოს რა ხმა, იცი სალომე, რომ აი ეს მეინსტრიმული გაგება, კლასიკური მედიცინის გაგება არის ის, რომ ესე უმეტესი ადამიანის ჯანმრთელობის პრობლემა არის რაღაცა ქრონიკული და ეს არის უსაშუალო მდგომარეობა და ეს ძირითადი მოდელი ეს არის დღეს რასაც მისდევენ არის რომ თქვათ ეს უნდა მართო ფარმაკოლოგიური მედიკამენტებით და ასე შემდეგ რა და მე რაც გავაცნობიერე ჩემს ჯანმრთელობაზე პირველ რიგში და მე ამერიკაში უკვე ჩემი პაციენტების ჯანმრთელობაზე არის ის რომ ჩვენ რა პირობებს უქმნით ჩვენს გონებასა და სხეულს ხო რადიკალური ცვლილების მომტანი შეიძლება იყოს და 80%-ში აი ის რასაც ვეძახით ქრონიკულ მდგომარეობებს არის სრულიად განკურნებადი და შექცევადი. და არა თუ შექცევადი, არამედ ადამიანს შეუძლია დაიძრას, თქვათ, უფრო მაღალი დონეებისკენ, თქვათ, მესამე დონე თუ არის ნეიტრალური დონე, პირველი დონე თუ არის, თქვათ, რომ ფუნქციო გონება და სხეული, მეოთხე დონე, მეხუთე დონე არის, როდესაც უკვე იფურჩქნება ადამიანის გონებაც სხეულიც. მეხსიერება უფრო ოპტიმალურია, ვთქვათ, დამახსოვრება უფრო ოპტიმალურ, უფრო სწრაფად სწავლობ, შინაგანი სიმშვიდე უფრო ღრმავდება, უფრო პოზიტიური რეგისტრის ემოციები გიბრუნდება შენს სხეულში, შეიძლება იყოს ვთქვათ, სიხარულის განცდა. მე მაგალითად სიხარულის განცდა ძალიან დიდი ხანი დაკარგული მქონდა, ვერ ვიგებდი რატო. და ეს ყველაფერი ნენელა, როდესაც გონებას სხეულს აჯანსაღებ, ხო იმ პრაქტიკებით, რასაც მივდევმე და რასაც ვასწავლი, ეს ყველაფერი თავისით ხდება. ჩვენი ორგანიზმი, ჩვენი გონება და სხეული არის ძალიან ჭკვიანი სისტემა და თვითაღდგენის ძალა შესწევს. ესე არ არის, რომ ჩვენ თუ გარედან თქვათ არაფერს არ გავაკეთებთ, ეს სრულად უსაშუალოა. უბრალოდ სწორი პირობების შექმნა სჭირდება და ამაში არის ზუსტად ეს ნიუანსი და ცოდნა საჭირო და რატოც მე მიყვარს რომ ეს ცოდნა გადავცე ხოლმე არის ის რომ მე მჯერა იმის რომ ადამიანი ხდება საკუთარი ჯანმრთელობის ლიდერი. ესე კი აღარ არის რომ იცი რა მე ჩემი ჯანმრთელობა უნდა გადავაბარო სხვას ბრმად. ექიმს მაგალითად. და თქვათ წელიწადში ერთხელ უნდა ვესტუმრო მას და 15 წუთი უნდა დამითმოს საუკეთესო შემთხვევაში და უნდა გამმართლოს რომ თქვათ სწორი რჩევა მომცეს, რომელსაც მე გავითვალისწინებ. არა, მე მჯერა იმის, რომ ჩვენს ჯანმრთელობას ჩვენი მიკროჩვევები და ქცევები აშენებს ყოველ დღე. და ამისი სწავლა ჩვენ შეგვიძლია, ამის დანერგვა ცხოვრებაში შეგვიძლია და ჩვენ შეგვიძლია თავად შევცვალოთ ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენი ჯანმრთელობის შემოქმედები გავხდეთ თავად. ეხლა პატარა გადახვევასაც მინდა ესეთი კითხვა დაგისვა. არ არის ხშირი, როდესაც ამას მამაკაცი აცნობიერებს და თავის გრძნობებზე, თავის განცდებზე, იმაზე რომ მე სიხარული არ ვიცოდი რა იყო დიდი ხანი. მამაკაცები ამაზე ღიად ვერ საუბრობენ. შენ სულ შეგეძლო ასე გახსნილად შენს გრძნობებთან ურთიერთობა თუ რაღაც პერიოდი იყავი ასე თქვა ჩაკეტილი, რაღაც სტანდარტული მამაკაცური კაცები არ ტირიან, კაცებს ემოციები არ შეიძლება რომ გამოხატო. თუ აი რაღაც პერიოდის მერე მოხდა გარდატეხა და დაუახლოვდი შენ სხეულს და შენ გრძნობებს. ძალიან საინტერესო კითხვაა.
ალბათ ქონდა მეც მაგის მომენტი, რომ თქვათ ეს სისუსტეა. ემოციების ემოციებზე საუბარი სისუსტეა, მაგრამ ის შფოთვა, რაც მქონდა პრობლემად იმდენად ძლიერი იყო, რომ სხვა გზას აღარ მიტოვებდა. ანუ ესე არ იყო არჩევნა, რომ იცი რა მე ამან ალბათ სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ ჩემი თავდაცვის მექანიზმებს გადააჭარბა. რაც ადამიანებს მმ. ყველას გვაქვს, ხო? ეს მმ. თავდაცვის მექანიზმები, რომელიც იკავებს ამ ემოციებს და რაღაც ეტაპზე ეს აღწევს პიქს, დუღილს და იმის იქით უკვე შენ განიცდი ამ ყველაფერს და ეს ერთბაშად მოდის რა, ერთბაშად მმ. აღიქვა ამ ყველაფერს და ჩემ შემთხვევაში იყო ეგ მომენტი და ნუ დღემდე არის რომ ვთქვათ, არის რაღაც ჩემი რაღაც ნაწილი, რომელიც ვთქვათ, რაღაც მარცვალი, რომელიც კაცები არ ტირიან, კი, რაღაცა იქ ვთქვათ, ეს ემოციების სისუსტეა და რაღაც, მაგრამ ფერი რაც გაოცნობიერი არის ის, რომ პირიქით არის, ანუ სინამდვილეში ძალა, თუნდაც კაცური თუ ქალური ძალა არის შენი შინაგანი სამყაროს აღქმაში და ამ გონებისა და სხეულის ჰარმონიაში არის ძალა. იმიტომ რომ ის ოცნები, რაც ადამიანს გააჩნია, რისთვისაც ჯანმრთელობა ჭირდება დაბოლოს, ხო? მმ. ეს ყველაფერი მოდის მაშინ, როდესაც შენ ეს ორი ჰარმონიაში მოკავს. სხვა შემთხვევაში შენივე თავი გიშლის ხელს, ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა. თუ ამას არ აცნობიერებ, ხო, და ამას გაურბიხარ, ეს კულისებში გაძლიერდება აუცილებლად და კულისებიდან მერე შეგიშლის ხელს და მმ. ყველა ის ოცნება, რაც გაქვს და ზოგადად ადამიანს რაც აქვს, თქვათ, რაღაც არ ვიცი, მიზნები, გეგმები ამ ყველაფერს ხელს უშლის რა. მმ. ძალიან საინტერესოა. მოდი დაუბრუნდეთ შენი ამერიკის გამოცდილებას, ესე იგი Mhm. გერმანიიდან რო ჩამოხვედი, უბრალოდ ამერიკამდე იყო ის პერიოდი, როდესაც შენ დაიწყე შენი თავის შველა? Mhm. ხო, Mhm. მაშინ აი ეს პერიოდი ამოვწუროთ კარგად. Mhm. ესე იგი სანამ ამერიკაში წახვიდოდი, Mhm. შენ მიხვდი რომ დასახმარებელი ხარ და Mhm. შენ თავს გაუწიე პირველადი დახმარება, კი. ასე ვთქვათ. სხვა გზა არც მქონდა რეალურად, ხო და იმიტომ აი რომ როგორ რა გააკეთე პირველ ხო, რიგში, როგორ მიიღე, ვთქვათ, ის ცოდნა რა უნდა გაგეკეთებინა და როგორ ჩაიარა მერე ამ ყველაფერმა? რა აი იმ შემცირებული კონცენტრაციით და მეხსიერებით რაც გამაჩნდა, დღე და ღამე უსმენდი სხვადასხვა პოდკასტს, სხვადასხვა აუდიო წიგნებს და ყველაფერს ტესტავდი საკუთარ თავზე რა. ბევრი რაღაც არ მუშაობდა და მაგრამ ბოლოს მაინც მივაგენი იმან რამაც თქვათ შემცვალა და რამაც საბოლოო ჯამში დღეს როგორც ვეხმარები ადამიანებს იმას დაუწყო საფუძველი, რაც იყო ეს გონება სისავსე. ანუ მმ. ეს mindfulness meditatsiას რაც ხო, ეძახიან. გონების სისავსე. ამ, რაც ფილოსოფიურადაც ახლოს იყო ჩემთან. ამ, და ასე იყო ძალიან პრაქტიკული და მმ. ეფექტური. რაც შემეძლო გამეზომა ყოველ დღე. მანამდე მაყურებელს რო უფრო ნათლად დავანახო განსაკუთრებით ვისაც შეიძლება შფოთვა ან სტრესი აწუხებდეს, ხო? ადამიანი ხშირ ამას ებრძვის. თუ თქვათ ეს ნეგატიური აზრების დონეზე არის, თქვათ ამას უეჭიდავება. მმ. უნდა რომ რაღაცა დღის წესრიგი გქონდეს, რაღაცა აზროვნების ჰიგიენა გქონდეს, რომ აი მე მინდა მხოლოდ ესეთი აზრები, მე მინდა მხოლოდ ეს და ეს ძალიან ძლიერად გამოჩნდა მე, როგორც ჩანს შინაგანი რაღაცა პატრულირების განცდა, რომ რაღაცა ესეთი აზრები, ეს რაღაც პერფექციონისტული მოდელი რა, ანუ აზროვნების რაღაცა და არ შეიძლება არავითარ ხო, შემთხვევაში. მარტო ეს უნდა ხო, იყოს. ხო და აი ამ გონებას ისავსემ ეგ დამანახა, რომ იცი რა ეს ჩვენი ცნობიერება არის როგორც ცა და ეს ცაზე ღრუბლები, ხო და ღრუბლების უკამზე ყოველთვის ანათებს. და ეგ დავინახე, რომ ჩემი რეალური თავი იყო ის მზე და ის კამკამა ცა და ეს ღრუბლები თქვათ ის რაც მე მაწუხებდა, ხო? ის იყო თქვათ რაღაცა ეპიზოდური მომენტი. რაც როგორც მე აღმოჩნდება არის რეალურად ორგანიზმის სიგნალი. ეს სიმპტომები, რასაც ჩვენ თქვათ ვებძვით, ვაჩვენებთ, ეს არის ჩვენი ორგანიზმის სიგნალი. ჩვენი ორგანიზმია ძალიან ჭკვიანი სისტემა. ეს ამ სიგნალებს, სიმპტომებს იმიტომ წარმოშობს, რომ გვამცნოს ჩვენ დახმარება უნდა და ორგანიზმა თავად იცის რა არის არასწორი და რა არის სწორი. და ეს განცდები, რატოს მე მიყვარს ჯანმრთელობის გაზომა, განცდებით სხეულის მოსმენით არის ის, რომ ძალიან ეფექტური და უტყუარი გზა არის, იმიტომ რომ სხეულმა თავად იცის, საით უნდა წაგიყვანოს, რა გადაწყვეტილებები უნდა მიგაღებინოს შენ თუ სხეულს უსმენ და სხეულის მიხედვით იღებ ამ გადაწყვეტილებებს. და ეს საზომი რა არის? შენი ცნობიერება. აბა მოდი კარგად აღვიწერე, როგორ ხდება ეს? აი, ეხლაც რო ვსაუბრობთ, მმ. ხო? გვაქვს იმის განცდა, რომ ეხლა მაქვს იმის განცდა, რომ აი ვზივარ,
საუბრობ, ვთქვათ, რაღაცა სიჩუმე გარშემო, ხო, Mhm. განათება, ამ ყველაფერს ჩვენ აღვიქვათ, ხო? Mhm. და ეს გონებას ისავსით აღქმა ამის გულისხმობს აღნიშნულებისათვის ყურადღების მიქცევას კი არა, აი მეუყურე ფარდას და Mhm. რაღაც, არამედ ფერების შემჩნევას, რაღაც უფრო პირველადი აღქმის, პირველადი სენსორული მომენტების დაჭერას. Mhm. და შე როცა შენი გონება ესე ესეთნაირად მიყავს და ესე იწყებ კონტენტს ვეძახით რა, შინაარს ასე რომ ვთქვათ, Mhm. რაც აღმოცენდება ჩვენს ცნობიერებაში, ამის აღქმას ესე არაგანმსჯელად მეგობრულად ესე იწყებ. აი როგორც მეცნიერი აკვირდება, აი ასტრონომი აკვირდება, ვთქვათ, ცაზე ვარსკვლავებს და იტყვის რომ ვთქვათ ეს რაღაცა უფრო მოწითალო, ეს მოყვითალო, ეს რაღაცა უფრო მოლურჯოა. ეს რაღაც ამას ეს დიდი ზომა აქვს, ხო? და ის ინტერესით აკვირდება ამას. ისე კი არ აკვირდება, რომ იცი რა, მე არ მინდა ეს წითელი ვარსკვლავი, მე არ მინდა ეს ყვითელი ვარსკვლავი, მე არ მინდა ეს ლურჯი ვარსკვლავი, მე მინდა რომ მაინც ესფერი იყოს. აი, როდესაც ამას ცვლი ამ პერსპექტივას და შენ თავს ეუბნები, რომ იცი რა, ეხლა რაც არის, ეს არის და მე ამას გაუშინაურდები, მე ამასთან დავმეგობრდები. ეს Mhm. თავისით ტრანსფორმირებს, იმიტომ რომ სხეულმა იცის. სხეულმა ისიც როგორ აღმოაცნოს ეს და ისიც იცის როგორ გარდაქმნას ეს. და ეს Mhm. არის რეალური მკურნალობა. როდესაც ის პრობლემა, რითიც დაიწყე, აღარ გაქვს. ის პრობლემა დადუმებული და გაჩვენებული კი არ არის, არამედ აღარ გაქვს ფიზიკურად, იმიტომ რომ სხეულმა ეს თვით აღდგენის ძალით, შინაგანი ინტელექტით გარდაქმნა. ანუ პირველ რიგში დაინახა სხეულმა, რა ხდება სხეულში, Mhm, mhm, რა რა განცდებია, რა ტკივილია mhm, შეიძლება, რა mhm. დაჭიმულობა ასე შემდეგ. პირველ რიგში დაინახა, აღიქვა, სახელი დაარქვა? რა არის? აა საწყის ეტაპზე სახელის დარქმევა გეხმარება, Mhm. მაგრამ მიზანი არის ის, რომ ყველაზე პირველადი და უმი ემოცია აღიქვა განსჯის გარეშე და დარჩი Mhm. ამ ემოციასთან. და რაც უფრო ეს ყოველდღე კეთდება, ეს არის პრაქტიკა, რომელსაც ნერგავ და დროთა განმავლობაში ეს თავისით გარდაიქმნება. სხეულმა ზუსტად იცის რა უნდა გააკეთოს. ეს ყველაფერი არაცნობიერად ხდება ხო. და ჩვენ ამას მხოლოდ რაღაცა before after ან რაღაც მანამდე და შემდეგ ანუ შედეგს ვაცნობიერებთ საბოლოო ჯამში. Mhm. აა როგორ მოხდა ეს შეიძლება ბოლომდე ვერ გავიგოთ. როგორ გარდაიქმნა, რა არის ამის მექანიზმი. მაგრამ მე რაც ჩემს გამოცდილებაში ვნახე იყო ის, რომ ეს ამ პრაქტიკამ აა ჩემი ცხოვრება შეცვალა, შემოატრიალა. თორე საერთოდ სხვა მიმართულებით მივიდიოდი. და შეიძლება მიყვარს ხოლმე ამის ხსენება, რომ ამერიკაში როცა წავედა თქვათ კლასიკურ მედიცინაში ვიღებდი პაციენტებს, ხო? იქ ბოლო ტურში გასული ადამიანები რომ ყავს ნანახი, ხო? ეხლა რომ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო სახარბიელო სანახავი ნამდვილად. აა იმიტომ რომ თქვა ბევრი წამალი ხო 20 წამალი 25 წამალი Mhm. დამოკიდებულება თქვა დივაისებზე მანქანებზე შეიძლება ძილიც კი აღარ შეძლოს ადამიანს ბუნებრივად. თუმცა ამერიკაში ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს, იმიტომ რომ ისინი რაღაცა უფრო ამ კლასიკური მედიცინის ეს რაღაც ფარმაკოლოგიური მოდელით წავიდნენ და ეხლა რო ვიყურებ უკან ხო და უყურებ ჩემ თავს თქვა მე რო ამ მართლობით წავსულიყავი სად შეიძლება და დამთავრებინა ჩემი ჯანმრთელობის კუთხით ხო? Mhm. აა ალბათ იღბლიანი ვარ, რომ მივიღე ის გადაწყვეტილება, ან რაღაცები სწორ დროს ვისწავლე, რაღაცები სწორ დროს გავაკეთე, რაღაცები არ ვიცი, რაღაც მომენტში მე ყონების ყოფა, რომ ეს ყველაფერი ყოველდღე მეკეთებინა, მესწავლა და ნუ ღია ვიყავი ამ ყველაფრის ხო. მიმართ რა. ხო, იღებდი, კი, მიმღებლობა კი, გქონდა და ნუ ემპათიაც რა თქმა უნდა განგივითარდა ამასთან კი. ერთად. შეგიძლია გვირჩიო თუ არსებობს რაიმე კარგი პრაქტიკა YouTube-ზე mindfulness, ანუ აჰა. გონების ისავსის კი. მედიტაციის ამ პრაქტიკის. მე ეს ყველაფერი ნასწავლი მაქვს ორი ადამიანისგან, რასაც Mhm. ურჩევ. ჯეკ კორნფილდი, ესეთი მედიტაციის ინსტრუქტორი არის და მეორე არის სემ ჰარის. სემ ჰარის თავის აპლიკაციაც აქვს. Waking Up App ესე ქვია. Mhm. და არის ძალიან კარგი რა. კარგად ესმით და კარგად ხსნიან ამას, რაც თავარია. და Mhm. ამ ორი ადამიანისგან მაქვს მე ამ ორი ადამიანის ლექციებიდან მივიღე ის პრაქტიკული ცოდნა, რაც გამოჩნია რა. მაგრამ მე ეს ყველაფერი მე მოვარგე უშუალოდ სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემას, Mhm. განსაკუთრებით ქრონიკულ სტრესს
და ამ ინსტრუმენტით რაც ამ ადამიანებისგან ვისწავლე, ხო ადამიანების დახმარება დავიწყე უფრო ჩემებურად, უფრო აჰა. პრაქტიკულად ვთქვათ, მე როგორც კლინიცისტმა ექიმმა, ჯერ ნევროლოგმა, მერე ფსიქიატრმა რაც ვნახე, რომ ადამიანებს ჭირდებოდათ, აი ამას მოვარგე და ამ რაღაცა ძირეული ფილოსოფიის ირგვლივ ავაგე ეს, რაც არის ფუნდამენტური ეს ადამიანებმა სხვადასხვა კულტურაში ყოველთვის იცოდნენ. ეს არ არის რაღაცა ისეთი, რომელიც აი ხა გაჩნდა. ეს აჰა. გონებას ისავსე ხო და ესე აღქმა ჩვენი სხეულის ან გონებისა და სხეულის ჰარმონიზება, ეს ყოველთვის არსებობდა. უბრალოდ ხშირ შემთხვევაში ეს იყო თქვა გახვეული სხვადასხვა რელიგიურ წრეებში და ასე შემდეგ და ეს შეიძლება ადამიანს ქონოდა სკეპტიციზმი ან კიდე ქონოდა რაღაცა იდენტობის დონეზე შეუთავსებლობა. აჰა. და რაც მოხდა ბოლო წლებში, რატოც ეს მედიტაცია ესეთ პოპულარული, რატოც გახდა განსაკუთრებით ეს გონებას ისავსე, იყო ის რომ ეს გამოძევდა თქვა სხვადასხვა რელიგიური შაბლონებისაგან და უშუალო ტექნიკის დონეზე დავიდა ეს. და უფრო მარტივი არის ადამიანისთვის რომ ეს მიიღოს, ვიდრე ვთქვათ, რომ იცი რა, მოიცა მე ჯერ ბუდისტ უნდა გავხდე, რომ ეს გავაკეთო. რაც არის წინააღმდეგობა, ხო, გადასალახი. ამიტომ ეს ორი ინსტრუქტორი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს მესწავლა არსებითად რას გულისხმობდა. ან YouTube-ზე ვნახავთ ამ კი, ამის ნახვა YouTube-ზე ლექციებს. შეიძლება და ნუ ამათი წიგნების გაცნობა შეიძლება და ასე შემდეგ. და მეც მაქვს შესაძლოა ეს პრაქტიკები. სუნთქვით ვარჯიშებთან ერთად მაქვს ეს პრაქტიკები, შეუძლია ჩვენს გვერდზეც შემოვიდნენ და იქაც გაეცნო. ხო, აი ხა სანამ მინდორზე ხო. ძალიან კარგი სახელია. ძალიან ალო. კარგი სახელწოდება მინდორზე, რა თქმა უნდა და აი აქ მინდორის მჰმ. ამ შესანიშნავ ხუთეულზე რა თქმა უნდა მოვყვებით დეტალურად, მაგრამ მოდი ქრონოლოგიურად გავყვეთ შენ ისტორიას. ესე იგი, ამერიკაში არ მოგეწონა რა? მ. პირველად რომ ჩავედი 2019 წელი იყო და მე და ჩემი მეგობარი შეგვარჩიეს იელის უნივერსიტეტში ამ კლერკშიპზე რა პრაქტიკაზე და გარდან ესე მილოცავენ რომ ლაშა იელის უნივერსიტეტს წახვედი რაღაც და ეს სიხარული გარდან და ნუ მოლოცვები და მე შინაგანად ეს არ მქონდა რა ეს ახდაცება იმიტომ რომ ნახე რა იყო ეს თქვა ახლდა რომ ნახე ეს ამერიკაში ეს კლასიკური მედიცინა რა იყო და ნუ ეს ექიმის ყოველდღიურობა და რაღაც არ მომეწონა რა. პირველ რიგში არ მომეწონა ცხოვრების წესის დონეზე. არ ვიცი, განცდების დონეზე. უბრალოდ არ იყო რაღაც რაც აი ვთქვათ აღმაფრთოვანებდა და რაც мотиваციას მაძლევდა და ეს მომენტი იყო რაღაც ეს გახლეჩვა პირველი გახლეჩვა მან დაიწყო რომ ვთქვათ გარედან რაღაც ეს წარმატებული იერი რაღაც ყველა კილოცავს რაღაცას და ეს და შიგნიდან საერთოდ სხვა რეალობა, შიგნიდან თავს გრძნობ დაკარგულად, უბედურად და ეს ორმაგად რთული იყო, იმიტომ რომ თქვათ გერმანიიდან რაც რო ჩამოვედი ქირურგობაზე რაც დამართა, ზუსტად იგივე მომენტი განმეორდა ამერიკაზეც და ესეც ძალიან სიმბოლური და ირონიული იყო, იმიტომ რომ ზუსტად ეს არის გონებას სხეულის აცდენა, რასაც მე ხავ ასწავლი. არის რა, რომ არ უსმენ ჩვენს სხეულს, ჩვენს განცდებს, ჩვენს ემოციებს, რაღაცა მავსებს ენერგიით, თუ მცლის ენერგიისგან, ხო, ანუ ამის ყველაზე კაი საზომი არის ჩვენი სხეული. ჩვენი სხეული, ჩვენ სხეულს აქვს ღრმა ინტუიცია, ჩვენ რა გაგვიხარდება, რა აგვაფრთოვანებს, რა ვთქვათ, გვანვითარებს და ასე შემდეგ. და მე ამას არ უსმენდი. ალბათ ეს სიმბოლურია, ხო, რომ აი ვთქვათ, ეხა ამას ვაკეთებ, როგორც ვთქვათ, ეს არის ჩემი პროფესია, გონებას სხეულის ექიმი ვარ და მე ამის საპირისპირო ბანაკიდან ვარ, როდესაც საერთოდ არ უსმენდი ჩემს სხეულს და უფრო მივდეოდი ამ რაღაცა თქვათ, გარდა როგორ ჩანვარ და აი რაღაც ეს წარმატებლობის გარეგნული იერი და ასე შემდეგ. და მე მივხვდი, რომ ეს რაღაც ეს ტაში ილუზია იყო და ჩემთვის არ იყო. და ეგ მაგის გაცნობიერება იყო, თქვათ რაღაცა გარდამტეხი და შეუცდომელი, მაგრამ მაშინ არ მქონდა იმისი ძალა. იცი რა მქონდა კიდე რა თქვათ რაღაც ამერიკაში ვარ, იქნებ რაღაც შანსი მივიცე ჩემ თავს და რაღაც და თქვათ გავაგრძელე ეს გზა მაინც რა, კიდე მაინც მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი რომ თავიდან ვიცოდი რომ რაღაც არ იყო ის პრაქტიკა, მედიცინა და ადამიანის შემთხვევა ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა. თვითონ ქვეყანა მოგწონდა ამერიკა? ძალიან. ამერიკა ძალიან მომწონდა. და იქიდან იმიტომ არ წამოსულ ვარ, რომ თქვა ზოგი მეუბნება ხოლმე რაღაც ალბათ ამერიკა გძულდა რაღაც. არა, ანუ უბრალოდ მინდოდა რომ რაღაც ჩემი თავი მეპოვა ერთი და ჩემი საქმე მეკეთებინა ისე როგორც მე ამის მჯეროდა. და ასევე ერთი მომენტი, რასაც არ უსვოდი ხოლმე ხალხს, მაგრამ ხა დავიწყე იყო ის, რომ
აი როლ მოდელები რა, ადამიანები თქვათ, ვისაც ხო, მისაბაძე მისაბაძე ადამიანი. ადამიანები ამ სფეროში არ იყვნენ ჩემთვის რა. აი, აჰა. ნუ ხა პატივს ვცემდი ჩემს კოლეგებს და ყველაფერს, მაგრამ ისე რა თქვათ, მეოცნება რომ ნეტ ამ ადამიანის ცხოვრება მქონდეს, ნეტ ამ ადამიანს გაუცლე, აი რა კარგი იქნება რომ თქვათ 15 წელიწადში ამ ადამიანის ადგილას ვიყო. აი ეს ადამიანები არ იყვნენ ჩემს გარშემო. და ესეც мотивაციას მაკარგვინებდა და სულ იმის განცდა მქონდა რომ აი რაღაცა შავი ცხვარი. რაღაცა ეს იმის განცდა რომ რაღაც აი არ ხარ რა ამ ტრაიბის ამ რაღაცა თემის წევრი არ ხარ შენ და ეს არ მომწონდა რა. ამერიკაში ვიყავი ყველაზე მეტი მეგობარი მყავდა ამ ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს კლასებზე რა. დადიოდი ბრაზილიაში. ძალიან მაინტერესებს ეს ბრაზილი. ნუ მე არასდროს არ ვწვდი ალბათ, მაგრამ რაღაც ძალიან და საინტერესო. ლურჯი კამერაც ავიღეთ, საკმაოდ დიდი ხანი ჭიდაობდი და ძალიან მიყვარდა ეს და იმათთან უფრო მეგობრობდი ვიდრე ჩემ კოლეგებთან რა. ხო, ესეც ალბათ რაღაც ნიშანია. ანუ ხეულთან იყო კავშირში, გონებასთანაც რა თქმა უნდა. კი. იცი რა იყო ბრაზილიურ ჯიუ-ჯიტსუში, აი რა პრინციპი მოგწონდა ყველაზე მეტად? აი ცხოვრების წესად რაც შეიძლება დანერგო. უშუალობა, წარმოუდგენელი უშუალობა, ადამიანს რომ ეხები ჭიდაობისას, აი განსაკუთრებით ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს ჭიდაობისას არის ძალიან კანი კანზე სპორტი არის რა. ერთმანეთის სუნთქვა გესმით, ერთმანეთის რაღაც ოფლიგდით და აი ძალიან ისეთი არის რა, ძალიან საინტერესო ამ კუთხით და იცი რას გიშვება, აი რაღაცა ადამიანებს შორის ხო გვაქვს ეს რაღაც ბარიერები და რაღაც აი რაღაც საერთოდ ახლიდან განახებს შენ სხეულს და სხვანაირად გაახლოებს ადამიანს. ანუ იქით რომ გამოხვალ ერთად რო იჭდავეთ და რაღაც რო გამოხვალ, რაღაცა ის ადამიანს სხვანაირად აღიქვა რა. რაღაცა უფრო ძმური დამოკიდებულება, უფრო ისეთი აი არ ვიცი უფრო ღრმა კავშირია რა. და მე სხვა ადამიანებზეც ვრცელდება ალბათ. კი. სხვებსაც ასე აღიქვა. კი და უშუალობას განახებს და ადამიანებს შორის ეს შიში რაც არის. აი ამას სიახლოვის შიში ამას შეიძლება გიხსნის. ой, რა საინტერესო. აი სხვათა შორის ესეც უნდა ვთქვა, რომ ბევრი ბიჭისგან გამიგია, რომ მე არ შემიძლია ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუ. აი ძალიან ამეტანი სიახლოვეა. ეს კიდე ცალკე უკიდურესობაა. ხოთი იუნგის მიხედვით, რაც უფრო ანიმუსი, რაც უფრო მეტია, ესე იგი ქვეცნობიერად ფემინური უფრო მძლავრობს იმ კაცში. ანუ ანიმა უფრო მძლავრობს, როცა ანიმუსში გამოიხატება ეს კაცი, რომ აი მე მასკულინური მე კაც არ შევეხები რაღაცა და მისი ქვეცნობიერი და არაცნობიერი შეიძლება ძალიან ისეთი ფემინურისკენ იყოს გადაწყდა. კი, სიახლოვის შიშია და იცი რა არის კიდე ეგოს საინტერესო არის ეგოს მომენტი, მაგრამ იმიტომ რომ თავიდან როცა მივედი ესეთი ტანით ეს პატარა გოგოსთან მაჭიდავეს რა და ნუ აი მაგრა გამკვანძა რა და შენ გაგკვანძა პატარა გოგო. ხო, აი ეს აქ ამ ბრაზილიურ ჯიუ-ჯიტსუს რო ანუ ტექნიკით შეგიძლია შენზე უფრო დიდ და ესეთ ძლიერ ოპონენტს აჯობო რა. და ეს რაღაც თავიდან ძალიან ის იყო რაღაც ეგოს დამალურჯებელი. მაგრამ ნელ-ნელა ამას სწავლობ რა და ეს რაღაც უფრო თავდაბალს ხდის შენს თავზე მუშაობ, უფრო მეც სწავლობ და მიმღებლობ. ძალიან მიყვარს მოკლედ რა. როგორი ისეთი გადახვევა იყო? ამაზე არ გეგმავდით საუბარს ბრაზილიურ ჯიუ-ჯიტსუზე, ნამდვილად არ გეგმავდით. მოდი ახლა ისევ დავბრუნდეთ. ამერიკის ისტორიაც გასაგებია და ახლა უკვე ბრუნდები საქართველოში. და ჯერ კიდევ გრძნობ თავს დაკარგულად. თუ არა? არა. ესე იგი ეს ისტორია კიდევ უფრო ჩახლართულია ვიდრე ერთსაც შეიძლება ჩავტიოთ, მაგრამ იყო ის რომ თავიდან იქ წავედი, აქ ვიყავ ნევროლოგი, იქ გავაგრძელე ნევროლოგის რეზიდენტურა რა ამერიკაში და ის ნუ უკვე საქმეზე იცი რა შენ შეიძლება გქონდეს რაღაცა იმის განცდა, წამოყოლილი შენ წარსული და რომ იცი რა მე მაინც არ შემეფერება ეს, მაგრამ ერთია ეს, როცა უბრალოდ სიტყვიერ დამოფრო არ შემეფერება და მეორე არის, როდესაც თქვათ უკვე იმდენად არ მოგწონს და იმდენად აცდენილი ხარ შენ ამ პრაქტიკას, ყოველდღიურ, თქვათ, ინდუსტრიული მედიცინის ყოველდღიურ პრაქტიკას, რაც არის ამერიკაში, თქვათ, ექიმობა, რომ ეს უკვე ჩემთვის შეუძლებელს ხდიდა. ჩემი საქმის გაკეთებასაც კი.
და ამიტომ თქვათ ნევროლოგიიდან გადავედი მე ფსიქიატრიაში ქალაქები მთლიანად შევიცვალე, სწავლობდი ჯერ და რაღაც ეტაპზე, რაღაც რო დავამთავრე Mhm. პირველი წლის ინტერნშიპ ნევროლოგიაში, ახლდან მივიღე ამ პროცესში მონაწილეობა, რაც იყო ძალიან სარისკო და ძალიან რთული. ეს ვინც ხა ეს ამერიკის სალიცენზიო გამოცდები არის ძალიან ეს შრომატევადი გრძელი Mhm. და წლობით ბიბლიოთეკაში ცხოვრება იყო ამის უკან და მოკლედ ეს იყო ისევ და ისევ იყო რაღაცა ჩემი შესაფერისი რაღაც პოზიციის პოვნა. Mhm. ნევროლოგიდან გადავედი ამ ფსიქიატრიაში და ფსიქიატრიაშიც 6 თვეში მივხვდი რომ მანდაც არ არის. გრძელვადაში ვერ ხედავდი ჩემს თავს და იყო რა მომენტებიც რომ შესაძლოა თქვა დილით ვიღვიძებდი მქონდა იმის განცდა რომ აი ლაშე კიდევ ერთი დღე რომელიც უნდა გაფლანგო და რაღაც ეს მორიგი დღე რომელიც უნდა გაფლანგო რა და სულ დილემა ის იყო რომ თქვა ამერიკა მიყვარდა ამერიკაში ცხოვრება მომწონდა მაგრამ ეს საქმე საერთოდ არ ხედავდი ჩემს თავს ამ Mhm. საქმეში და ვიცოდი რომ თქვა ადრე თუ გვიან მომიწევდა რომ ამის დამენებინე თავი და ყველაფერი ნულიდან დამეწყო Mhm. და რაც ადრე ვიზავდი ამას მით უკეთეს და ამის ამ გამბედაობის მოკრებას დაჭირდა ძალიან დიდი დრო და იყო ერთი დღე როცა სამსახურიდან რომ მოვედი მორიგი ვიყავი იმ დღეს და სამსახურიდან მოვედი წინაღამის ცოტა ეს უძლო ვიყავი და ეს დაღლილი და წამოწექი დავიძინებ მეთქი და ეს მაღვიძრა დავაყენე 5:30-ზე უნდა ყოფილიყავ კლინიკაში და ამ მაღვიძრამ როგორც ჩანს რეკავდა და ვერ გავიღვიძე Mhm. და რომ გამეღვიძა უკვე 1 საათი გადაცდენილი იყო და ჩემი პროგრამის დირექტორის და ჩემი კოლეგების არები იყო გამოტოვებული Mhm. წამოხდი ავიღეს ჩემი ხალათი, ჩემი რაღაც ეს პეიჯერი, ჩემი ბეჯები რაღაც გავემართე მანქანაში დაცემრულს ხელი დავარტყე გაზის პედალს და მოკლედ მივდივარ ძალიან ჩქარობ და ეს პროგრამის დირექტორი რეკავს, ოფლიმდის მე და მოკლედ ძალიან ისეთ სტრესულ სიტუაციაში ვარ და როდესაც ეს ამერიკაში ეს ლეინები რაც არის მაგისტრალის ხაზები რომ და შემეცვალა ესა გადახვევის დროს უკან ძალიან ჩქარა მოდიოდა მანქანა და აი ძალიან მცირედი დავწდი რომ ძალიან მძიმე ავარიაში მოხვდებოდი რო არ ამერიდებინა ეს შეჯახება რა Mhm. და მაგის მერე უკვე რაღაცა ის იყო რა ჩემთვის რაღაც dead end რაღაც უკვე მაგის ხო. იქით თქვათ ჩიხი. ჩიხი ხო როცა ჩემ თავს უთხარ ეგეთ რაღაც რომ ანუ რას იღებ ამის სანაცვლოდ ამის სანაცვლოდ ვიღებდი რა ფინანსური კეთილდღეობა იყო ექიმს Mhm. იქ ფინანსურად ექიმები ძალიან სტაბილურად არიან ამერიკაში Mhm. მაგრამ ჩემ თავს უთხარი ეგ ზუსტად რომ ახალგაზრდა ვარ ყველაფერი წინ არის მე რა არა უშავს კი Mhm. ბევრი შრომა და ბევრი რა ვიცი ძალიან დიდი მსხვერპლშეწირვა დაჭირდა ამას რა წლობით ბიბლიოთეკაში ცხოვრება და შენ ყველაფერზე უარის თქმა იქ წასვლა ექიმად გახდომა ძალიან არ რთული იყო გენანება ეგ დრო ხა. და აი არ მენანებოდა იცი აი Mhm. მინდოდა რაღაც მეკეთებინა რომელიც იყო საინტერესო რომელიც ზრდიდა პიროვნულად რომელიც ამ სიხარულის განცდას დამიფრუნებდა იმიტომ რომ ჩემთვის როლ მოდელი ადამიანები ესთები იყვნენ რომლებიც Mhm. ესეთ ეს აქედან სხვა ამ ენერგიიდან ცხოვრობდნენ და სხვათა შორის ეს ჩემი გონებისა და სხეულის ძირეული მკურნალობა ამის რაღაც ესეთი ის რომ წარმოიდგინო რაღაც დროის დაიტანო ეს timeline როგორ არის ქართულად აი რაღაც Mhm. დროის რაღაც მონაკვეთზე ხო აი რასთან კორელირებდა ჩემი ეს ცვლილება ყველაზე მეტად კორელირებდა ამ რაღაც ღრმა შაბლონების ამ ღრმა კვანძების გახსნასთან რა და ეს გახსნასთან, რო ხო. გაიხსნა მე უკვე ის რაღაცა თქვა ის რაღაც თავსმოხვეული მომენტებიც რაც მქონდა ეს ნელა უკვე გაუშვი და იმას დავიწყე ფიქრი რა არის ის რაც მე მინდა რაც მე მაბედნიერებ შინაგანად Mhm. არა მაინც და მაინც რაც გარედან წარმომაჩენს ბედნიერად არამედ ის რაც მე შინაგანად არსებით მაბედნიერებს და ეს იყო ერთი ის Mhm. რომ თქვათ ტკივილს გავცლოდი და მეორე რომ დავძრულიყავი ბედნიერებისკენ რაც მე მინდოდა ეს ორი იყო ძირეული მოტივი რამაც ამხელა ამხელა მსხვერპლი გამაღებინა მე რა საინტერესო ყვები იცი? აი მადლობა ძალიან საინტერესო ხა გისმენ და მოგისმენდი კიდე ერთი 5 საათი. ესე იგი შენ მიხვდი რა უნდა გაგეკეთებინა? რა უნდა შეგეცვალა? აჰა ზუსტად იცოდი მაშინ? თუ არა არ იცოდი, ხო? არა ვიცოდი ზუსტად რაც არ მომწონდა
რასაც ვერ გავაკეთებდი, ანუ ის ვიცოდი, რაც არ მინდოდა, რაც არ მომწონდა, მაგრამ ესე რა ვთქვათ, ერთ დღეს დამესიზრა, რომ იცი რა, რაღაც მინდა დავაფუძნო და რაღაც ეს ანუ არ ყოფილა. იმასაც უშვებდი, რომ შესაძლებელია საერთოდ მედიცინას გავშვებოდი და ის. და როგორ გადაწყვეტე საქართველოში? აი, როდის გადაწყვეტე, რომ მორჩა აღარ მინდა ამერიკა, ბრუნდები საქართველოში? სხვადასხვა თავიდან ფიქრობდი, რომ შეეშვები მეთქი რაღაც სხვა დავიწყო მეთქი, მაგრამ რა მომენტი მქონდა იცი რომ აი ვთქვათ აღარ მინდოდა რაღაც კიდე ის იგივე ფერხულში შესულიყავი სადაც რაღაც 4 წელიწადში 5 წელიწადში აღმოაჩენდი რომ უი ესეც თურმე ჭირყოფილა და თურმე აქაც არასდროს ჩემოვედი ხო რა უკვე ამდენი რესურსი ძალიან აი ეგ იყო ძალიან რთული რა და ჩემთავს რაც უთხარი იყო ის რომ დრო მჭირდებოდა უბრალოდ ჩემთან და დარჩენა მჭირდებოდა 6 თვე მართლა ესე ვიყავი რა უბრალოდ ჩემთავს უსმენდი ბევრ რაღაც უცადე კიდევაც იმ პერიოდში და ვცდილობდი რომ ხოდა შეიძლება ერთი წიგნი წავიკითხე რიკ რუბინის Creative Act ესე ქვია რა შემოქმედებითი აქტი რომელზეც გვიждები ძალიან ძალიან მიყვარს ეს წიგნი და დიდი ვალიდირება იყო ეს წიგნი რომ აი რასაც მე რაღაც გონების უკან ხვდებოდი რომ აი ყველაფერი იყო საბოლოოში შენი სხეულის მოსმენა შენ სხეულში განსაკუთრებით ახტაცების განცდის მოსმენა რიკ რუბინი მაგას პირდაპირ ტექნიკად გთავაზობს ანუ მის რატოც არის თქვათ რიკ რუბინი ამდენი მაგარი არტისტის უკან ზუსტად ეგ არის რომ ამაში ეხმარება ამ რაღაცა ნაპერწკლის პოვნაში რომელიც ჩვენს ხელშია აი ბევრი ბენდის უკან არის რა კი ბევრი ბენდის კი და ეს ამ წერტილიდან ფიქრი იყო ჩემთვის ამომავალი და იცი რა გაჩერდი ანუ ამ გაჩერებამ გიშველა ძალიან ამ 6 თვის გაჩერებამ გიშველა კი რომ აი იმ რაღაც რეჟიმს მოწყდი და გაჩერდი კი კი დაუდეძინში არის ეს რაღაც რომ ძალიან მიყვარს ასევე ეს წიგნი მეც იქ არის რომ როდეს გაქვს იმის მოთმინება რომ აცადო გუბეს როცა ის დაილექება და გამოჩნდება რა არის ზუსტად ეს მომენტი იყო რა ეს რაღაცა რომ გავჩერდი დავპაუზდი დაილექა ეს ყველაფერი ნელა რაღაც თავსმოხეული რაც იყო და ნელ წამოვიდა ის იმპულსები რაც არსებითად მე ემახარებდა და რაც როგორ წარმომედგინა ჩემი საქმე ესე იგი შენ ნებისყოფა გქონია ამას დიდი ნებისყოფა სჭირდება გაჩერებას ძალიან ძალიან და სხვა თუ გადაწყვეტს ამ გზას გაუდგეს ძალიან მარტოსული გზა არის. იმიტომ რომ არავის არ ესმის შენი. მათ შორის შეიძლება არც შენი ოჯახის წევრებსაც. და იცი რა ეხა როცა უკვე რაღაცა თვის წვერზე ახვედი და ეგ არის ეხა როცა ამერიკაში გახდები ექიმი და ვთქვათ რეზიდენტურის რამდენიმე წელს გააკეთე რაღაცა ის არის უკვე ვსო ანუ ჩათვალე რომ ხარ რაღაც 65 წლამდე შეიძლება ისე იყო რომ ეს ავტოპილოტზე ცხოვრობდე რა და როცა უკვე ადიხარ ამ თაზე და გარეგნულად ხარ წარმატებული და ასე შემდეგ ყველაფერი გაქვს რაც გჭირდება მე რემთი და რომ ჩამოდიხარ აი თავსა რაღაც პერიოდი სულელად გწნობ და ადამიანებიც ესე გაგწნობენ თავს და არ ესმით ადამიანებს შენი და შენს თავში ძალის პოვნა რომ იცი რა ამას ვაკეთებ იმ ლაშასთვის რომელიც ბიბლიოთეკაში ზის და ღამებს ათენებს რომ გახდეს ექიმი ამერიკაში წავიდეს და იმისთვის ვაკეთებ მე ამას იმას არ მინდა რომ გაუცრო იმედი რომ სარკეში ჩავიხედაო არ მინდა რომ იმან ის რაც ჩემი თავი 18 წლის თავი დავინახო რომელიც არის იმედგაცრუებული რა ეგ იყო ჩემთვის ალბათ რასაც რის გამოც ვიყავი თანახმაროდ ცხოვრება თავიდან დამეწყო ესე იგი ეგ ეს პერიოდი რომელზეც შენ გადაწყვეტე რომ უარი გეთქვა ამ პროფესიაზე ეგ იყო შენი ნიადაგი რადგან მე დააშენე შენი დანარჩენი ცხოვრება ანუ ხალხს გონია რომ ესე იგი მე უნდა გადავყარო ნაგავში ის ჩემი წლები და მოვისროლო ესე არაფერს არ ისვრი პირიქით იმას იყენებ და გარდაქმნი მე აი იმ ნაყოფად რომელიც ასეთი ტკბილია კი და იცი რა ეს ერთი მთლიანობაა ესე არ არის რომ იცი რა ის ყველაფერად წარსულში იყო ის მე არ ვარ და ის მხოლოდ შეცდომებია ესე არ არის ეს იაპონელებს აქვს ესეთი კონცეფტი კინცუკი რომელიც ძალიან მიყვარს როდესაც თქვა რაღაც თიხის ჭურჭელი ძირს ვარდება და იმსხრება იმას მე ოქროთი აწებებენ და ყველა ესეც დავარდნილ ჭურჭელს აქვს თავისი
თავისი რაღაც ფორმა, თავისი სტრუქტურა, თავისი სახე. მჰმ. და ჩვენი ცხოვრებაც ესეთია რა. ეს ამ არასწორი ნოტის შემდეგ აღებული სწორი ნოტია ჯაზი. ანუ ეს არის ყველაზე უფრო ღირებული, რომ კი შეიძლება შენ რაღაც წება დაუშვა შეცდომების, რომელიც აცდენილი იყოს შენს თავთან და ამ რაღაც დაკარგულობიდან იღებდი გადაწყვეტილებებს, მაგრამ ის ჯაზი არის, რომ შემდეგ სწორი ნოტი აიღო არასწორი ნოტის შემდეგ. მჰმ. ეს არის ის, რაც საბოლოო ჯამში შენს რაღაცა შენს ამბავს ქმნის. შენ თავი რაღაც ლიტერატურულ პერსონაჟს წარმოიდგინო, მჰმ. ხო? რომელსაც რაღაც თავის ამბავი დაბრკოლებები და ასე შემდეგ, ხო? ეს არის რაც ჩვენს ცხოვრებას ალბათ ღირებულებას მატებს. მჰმ. კი ართმევს პირიქით მატებს. ახლა მივედით მინდორთან. აჰა. ესე იგი, საქართველოში ჩამოხვედი, ის 6 თვე გაჩერებული იყავი, დაიწრიტა, დაილექა ყველაფერი, რაც საჭირო იყო და რა აჰა. იდეა დაიბადა. ეს მინდორის იდეა დამებადა იქიდან, რომ აი რო ხედავდი რა, რაც წარმოიდგინე რაღაც სიმართლე იცი ჯანმრთელობაზე. რაც არის მომდინარე შენი პირადი ამბიდან, შენი პირადი ჯანმრთელობიდან და ასევე რაც ნახე, აი ბოლო ტურში გასული ხოლს, რასაც ვეძახ ამერიკაში, რომლებიც თქვა ძალიან დაასნებონა კლასიკურ მედიცინამ და ვერ დაეხმარა. აი ამას რომ ნახულობდი და ეს სიმართლე მე ვიცი ხო? აი ეს იყო თქვა რაღაცა დიდი ნაპერწკალი, რომელიც მოტივს მაძლევდა რომ დავხმარებოდი ადამიანებს. და ანუ შენ ბევრი ნანახი ყავდა დაგროვილი აი ეს რაღაცა ის სიმართლების წება, მთელი წება, რომელიც მხედქავდა შიგნიდან და მინდოდა რომ ამაზე მესაუბრო. ანუ შენ ნანახი ქონდა როგორ გამოიყურება ადამიანი, რომელიც ფსკერზეა. აი ამერიკაში აი იმ ტრადიციული მიდგომებით, აი რა ემართება. კი, რა ემართება ადამიანს ამ დროს და და რო იცი რომ არსებობს ამისი ალტერნატივა, რომელსაც იმ ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია და შენ თავზე რომ იცი ამ ალტერნატიულ მიდგომამ როგორ შეცვალა შენი ჯანმრთელობა და შენ რო იცი ამისი შედეგი, ხიდის მოპირდაპირ მხარეს ყოფნა რა იყო და ხიდის აქეთ რა ხდება, ხო? აი ძალიან რთულია რომ ეს არ გაუზიაროს ხვებს. ეს იყო რაღაცა პირველი, თქვათ, სტიმული და აქედან დავიწყე, უბრალოდ თავიდან იყო ეს რაღაც გაუფილტრავი სიმართლე შენს ჯანმრთელობაზე, რაღაც სულ სიმართლების პოსტვა, ერთი სიმართლე, მეორე სიმართლე, რასაც მე ვფიქრობდი, რაც მე ვნახე, ჩემი პირადი გამოცდილებენ ამებს ვაზიარებდი. აზიარებდი სოციალურ ქსელში. კი. და მე უკვე ნელა რაღაცა უკვე ალტერნატიულ მიდგომაშიაც ნახე, თქვათ, ბევრი რაღაც პრობლემა, იმიტომ რომ თქვათ, მე რომ ამას ვაკრიტიკებდი ამ კლასიკურ მედიცინას, მე ვეგონე რომ შენ ალბათ ჰომეოპათი ხარ, ხო? და ან რაღაც შენი სახარ, ხო? და ანუ ახლა არ მინდოდა რომ თქვათ ადამიანს აფიქროთ მე ვარ ჰომეოპათი, იმიტომ რომ მე მაქვს 13 განათლება წლობით ბიბლიოთეკაში და შენ მეცნიერულად ვაზრუნებ, კვლევებს ვკითხულობდი, დაბლოს ბიოსტატისტიკას ვასწავლდი როგორც ლექტორი და ნუ მე რა თქმა უნდა მეცნიერებიდან ამოვდივარ, მაგრამ როდესაც კლასიკურ მედიცინას აკრიტიკებ, ხო, ავტომატურად ადამიანებს არ მინდოდა ვგონებოდი რომ მე ვარ თქვათ რაღაცა ექიმბაშიან, კიდე ადამიანი რომელიც ამ ყველაფერს რაღაც პირველ პრინციპებს რომ რაც ეფუძნება კლასიკურ მედიცინა ამას უარყოფს. ხო და მოდი კარგად დაგვიხსენე, აი რა შენ აკრიტიკებ კლასიკურ მედიცინას რაში და ალტერნატივად რას გვთავაზობ? აი ეს გქვითხრა. პირველი პრობლემა კლასიკურ მედიცინის არის ის, რომ დაშვება არის გაკეთებული, რომ ესე იგი შენს ჯანმრთელობაში აი ზოგადად არ უნდა ერკვეოდე. არსებობს ექიმი, რომელთანაც მიხვალ რაღაც დიაგნოზს დაგისვავს, ხო, რაღაც ამ სიმპტომზე გეტყვის, რომ ეს არის და ამისათვის დაგინიშნავს რაღაც თქვა წამალს, უმეტესად წამალს, ხო? პირველ დაშვება არის ჩემს არასწორი, რომ ადამიანი, როდესაც ასე ფიქრობს თავის ჯანმრთელობაზე, რომ მე ჩემი ჯანმრთელობა უნდა სხვას გადავაბარო, ჩემს მანდ უკვე ყველაფერი დამთავრებულია. ვერ ვისაუბრებ საერთოდ ჯანმრთელობაზე, იმიტომ რომ რეალურად ის ადამიანი იღებს თავის ცხოვრებაში ყოველდღე გადაწყვეტილებებს. პირველი პრობლემა ეს არის. მეორე პრობლემა არის ის, რომ თქვათ კლასიკურ მედიცინაში არის ესეთი დაშვება, რომ უმეტესი ადამიანების პრობლემა, რაც შეეხება ჯანმრთელობას, არის ქრონიკული, იდიოპათიური, რაც ნიშნავს იმას, რომ არ ვიცით საიდან მოდის. და ეს დარგები მედიცინაში ფრაგმენტის და დაიყო. ვიღაც არის ნევროლოგი, ვიღაც არის გასტროენტეროლოგი, ვიღაც არის თქვათ, არ ვიცი, ჰეპატოლოგი და ასე შემდეგ. და
ყველა ექიმს სურს, რომ თავისი წამლით იყოს წარმოდგენილი ადამიანის კუჭში. და ეს შემთხვევით ძალიან პრობლემურია, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ ჩვენი ორგანიზმი, ჩვენი გონება და სხეული ასე არაზრუნებს. ასე არაზრუნებს, რომ დღეს ჩემი თვალები დღეს უნდა გავაჯანსაღო, ჩემი ტვინი ხვალ, ჩემი სახსრების ეგ, ჩემი გული მასე, ჩემი არ ვიცი, ნაწლავები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ერთიანად ხდება, სინქრონულად ხდება, ერთდროულად ხდება და როდესაც ჩვენ ჯანმრთელობის გზაზე მივიდივართ, ის გადაწყვეტილება, რასაც ვიღებთ ყოველდღიურად ეხმარება ჩვენს გონებასა და ჩვენს სხეულსაც. გონება და სხეული არის ერთიანი სისტემა. სწორი კვება აისახება აზრებსაც. როგორი აზრები გვაქვს? ტვინი როდესაც ანთებაშია ჩაძირული, ეს შეიძლება იყოს მიზეზი, რატოც ნეგატიური აზრები აწუხებს ადამიანს, რატოც შეიძლება ობსესიური აზრები აწუხებს ადამიანს, ხო? ასევე ჩვენი გონება, როდესაც ჩვენ არ აღვიქვავთ ჩვენს სხეულს, ხო, არ აღვიქვავთ რა აგვაფრთოვანებს და თქვათ ჩვენს გონებაში ამ ყველაფერს რაც ხდება, ჩვენს ცნობიერებაში რაც ხდება, ამ ყველაფერს არ უდგებით სწორად, რაც არის თქვათ გონებას ისავსის მიდგომარაზე დასაწყისში ვისაუბრე, ესეც მერე უკვე სხვა მხრიდან ანადგურებს ჩვენს სხეულს, იმიტომ რომ ქრონიკულ სტრესში გვამყოფებს, ქრონიკული სტრესი ნიშნავს გაზრდილ ჰორმონ კორტიზოლს, გაზრდილ შაქრის დონეს, ეს ყველაფერი მერე სიზარღობს გვიავადებს და ასე შემდეგ. ანუ გონებიდანაც შეიძლება დავიზენოთ სხეული, სხეულიდანაც შეიძლება დავიზენოთ გონება. ანუ ეს ყველაფერი არის ერთმანეთთან ჰარმონიულ კავშირში და კლასიკურ მედიცინაში მე ამას ვერ ხედავდი. კლასიკური მედიცინა არის ფრაგმენტული, რაც არის თქვა ბიზნესისთვის სწორი მოდელი, რომ ფრაგმენტულია, იმიტომ რომ ადამიანს რაც უფრო მეტად დაყოფით, რომ მეტი ადგილი გაქვს რომ მას წამალი დაუნიშნო, ხო, რაც არის საფუძველი რატოს განვითარდა მედიცინა ესე, მაგრამ მე ყოველთვის ამბობ ხოლმე ამას, რომ ეს არ არის რაც ექიმებს მოწონთ, უმეტეს ექიმს ეს არ მოწონთ და წინააღმდეგობაში მოდის ეს იმი. შეიძლება ვთქვათ ცხადად, შეიძლება ინტუიციის დონეზე რაღაცა ბუნდოვნად ხდება, რომ რაღაც არ არის სწორად, იმიტომ რომ მედიცინა ესე არ იყო, ექიმის პროფესია ეს მხოლოდ ეს არ იყო, რაღაც ეს ფრაგმენტულად დაიყო. შენ თუ გაეცნობი მე-20 საუკუნის დასაწყისში ვთქვათ, თუნდაც ამერიკაში ყველაზე უფრო წამყვანი ექიმები როგორ კურნალობდნენ, როგორ აჯანსაღებდნენ ჯარისკაცებს, ხო? ძირითადად ეს იყო, ვთქვათ, ცხოვრების წესის ცვლილება. შეიძლება ყოფილიყო ვარჯიში, შეიძლება ყოფილიყო, ვთქვათ, სწორი კვება და ასე შემდეგ. და ანუ ამ ბოლო წლებში უკვე ეს გადაიქცა ბიზნესად და ფრაგმენტირებული მკურნალობა და შენ გვეუბნები რას, რომ გონებასაც და სხეულსაც ერთდროულად მოვუაროთ და ამას გვეუბნები მედიკამენტების გარეშე. მაგრამ აი რა ხდება მინდორში, რა არის ეს პროდუქტები, რომელიც თქვენ შექმენით და ასევე აქვე მაქვს ერთი კითხვა საკვებ დანამატებზე, მე პირადად არასდროს გამომიყენებია. მინდორი არის პირველი, რომელიც დავიწყე, რომლის მიღებაც დავიწყე რამდენიმე დღის წინ. ყველასი არა, მაგრამ 3-ის და ვიტყვი რომლებიც არის და სხვათა შორის, ნუ ამ რამდენიმე დღეში მე არ მიყვარს წინასწარი რაღაც ფიქრების გაზიარება, თუმცა რომ მეგონა რომ რაღაცა დამემართებოდა, ანუ ისე ვიყავი განწყობილი საკვებ დანამატებზე, რომ მე რო ამას დავლევ, რაღაცა დამემართება ცუდი. აი ესეთი განწყობით ვიცხოვრე ამდენი ხანი და ამიტომ არ მყიდულობდი და არ ვიყენებდი, იმიტომ რომ როგორც ვიცი FDA არ ადასტურებს და არ ამოწმებს. აი როგორ უნდა მივხვდე, რომ ეს საკვები დანამატი არის ჩემთვის უსაფრთხო, ისეთივე უსაფრთხო, როგორც ვთქვათ FDA-ის მიერ რეკომენდებული, უკვე დამტკიცებული, ვთქვათ რაღაცა მედიკამენტია. ოკეი. ხო, ესე იგი საერთოდ დავიწყოთ. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ FDA არის ეს ამერიკული ორგანო. რომელიც განაგებს უსაფრთხოებას საკვების და მედიკამენტების. საკვები დანამატების ინდუსტრიაში უშუალოდ FDA საკვები დანამატების პროდუქტების დამოწმებას არ ახდენს. FDA რეგისტრირებს საწარმოებს, რომლებიც აწარმოებენ ამ საკვებ დანამატებს და რომლებსაც სურთ, რომ ამერიკის ბაზარზე გაყიდონ საკვები დანამატი. უბრალოდ არეგისტრირებს. უშუალოდ FDA არ აკეთებს აღრიცხვას და დამოწმებას საკვები დანამატების. არც ერთ. და მოითხოვს, რომ ყველა იმ საკვებ დანამატს, რომელსაც აქვს, რაიმე ჯანმრთელობის claim-ი, რა ჯანმრთელობის თქვათ, ჯანმრთელობას თქვათ აუმჯობესებს, უნდა ეწეროს, რომ ეს არის FDA-ის მიერ approved და ყველა თქვათ საკვებ დანამატს, რომელიც ამერიკაში, ამერიკის ბაზარზე იყიდება, აწერია, რომ არ არის FDA-ის მიერ შემოწმებული. და ხშირად ეს ადამიანებს გონიათ ხოლმე, რომ არსებობს საკვებ დანამატი, რომელიც არის
ვინც აწერს რომ FDA შემოწმებული საკვები დანამატი აქვს, ეს არის სასამცდენი ასე რომ ვთქვათ პრეზენტაცია პროდუქტის. ანუ რეალურად FDA ამას არ არა. აკეთებს არც ერთი კომპანიის საკვები დანამატად. არა. მხოლოდ საწარმოს რეგისტრაციას აკეთებს იმ შემთხვევაში თუ შენ გსურს საკვები დანამატი ამერიკაში გავიდო. მაგრამ აი როგორ გავიგო ვინ შეამოწმა, ვინ თქვა რომ ეს არის უსაფრთხო და შეგიძლიათ მიიღო. ანუ FDA-ის ალტერნატივა საკვები დანამატებში რა არის? GMP სერტიფიცირება, რაც ასევე FDA-სთან მომიჯნავე ორგანო არის და არსებობენ ასევე მესამეული პირის ორგანოები, რომლებიც GMP სერტიფიცირებას უზრუნველყოფენ საწარმოების. GMP სერტიფიცირებული უნდა იყოს საწარმო იმისათვის, რომ შენ გაყიდო საკვები დანამატი. რაც თელ რიგ შემოწმებს გულისხმობს უსაფრთხოებაზე, არ უნდა იყოს ობი, არ უნდა იყოს მძიმე მეტალები და სხვა. როდესაც ახლა საუბრობ ხოლმე ვაკრიტიკებ მედიკამენტებს და მე თავაზობ ადამიანს საკვებ დანამატს, შეიძლება ეს რაღაცა ეს ხო, შენზეც იტყვიან. წინააღმდეგობის მომენტი გაუჩნდეს, რომ მოიცა ერთი ხელით აკრიტიკებ მედიკამენტს და მეორე ხელით თავაზობ საკვებ დანამატს. მედიკამენტი საერთოდ სხვა რაღაცა, მედიკამენტი არის ლაბორატორიულად დასინთეზებული ნივთიერება, რომელიც, არის მედიკამენტი, რომელიც ადამიანს ეხმარება, ეს არის, ვთქვათ, ყველა მედიკამენტი ცუდია, განსაკუთრებით მოკლე ვადაში, ვთქვათ, ანტიბიოტიკები და ასე შემდეგ, თუმცა მანდაც ძალიან ბევრი ცალკე პოდკასტი აქვს. ხო, რა თქმა უნდა. ხო, მედიკამენტის განვითარება იყო, ვთქვათ, ეს პატენტის მოდელი, მედიკამენტი ცოტა სხვა რაღაცა და საკვები დანამატები არის არსებითად კვების კატეგორია, ანუ საკვები პროდუქტების ქვეკატეგორია. ექიმები, ძველი ექიმები საერთოდ ბუნების ძალას ყოველთვის იყენებდნენ ადამიანის ჯანმრთელობის აღსადგენად. ეს შეიძლება ყოფილიყო, თქვათ, კონკრეტული საკვები პროდუქტი, შეიძლება ყოფილიყო ეს, თქვათ, ბალახნაწოვი, ძროხის ღვიძლი, თქვათ, და სხვადასხვა ნაწილი, თქვათ, ცხოველური პროდუქტის, რაც შეიძლება ექიმს დაენიშნა ადამიანის როგორც წამალი, ანუ ვიტამინის შევსების გზა და ასე შემდეგ. და ამის გაგრძელება გახდა შემდეგ საკვები დანამატების ინდუსტრია, როდესაც ჩვენი საკვები გაღარიბდა მინერალებისაგან, როცა ინდუსტრიალიზაცია მოხდა საკვები პროდუქტების, ხო, მიწები დაიცალა მინერალებისაგან, ადამიანები აღარ ვიკვებებით იდეალურად, საკვები დანამატები ამან წამოწია წინა პლანზე, ხო? და ამასაც ძალიან ბევრი ნიუანსი აქვს, რა ითვლება კარგ საკვებ დანამატად და რა არა, ხო, და ამასაც საკმაოდ ღრმა განხილვა ჭირდება. მაგრამ მე თუ ვცხოვრობ მაგალითად სოფელში, ვიკვებები ჯანსაღად, ხორცსაც ვჭამ, ბოსტნეულსაც ვჭამ, რძის პროდუქტებსაც ჭირდება საკვები დანამატი. მართალია ესეთ ცხოვრებით არ ვცხოვრობ, ნაკლებად. თუ შენ იდეალურად იკვებები, თუ ფერმერული ცხოველური პროდუქტებით იკვებები, რომლებიც არიან გაზრდილი ნოყიერ ნიადაგზე, არა მონოკულტურულ ნიადაგზე და არა პესტიციდებულ ნიადაგზე და იკვებები მრავალფეროვანი ცხოველური პროდუქტებით, არაქი, კვერცხი და ამასაც ბევრი ნიუანსი აქვს, რა არის ჯანსაღი ცხოველური პროდუქტი, ხო? შენ იმ მინერალებს და ვიტამინებს, რაც უნდა შეგოსო, შეივსებ. ამის შემდეგ მე არის, თქვათ, უფრო გამაჯანსაღებელი დანამატები, ეს კიდე ცალკე კატეგორიაა, თქვათ, არის საკვები დანამატები, რომელსაც ვიტამინები და მინერალები და გამაჯანსაღებელი შეიძლება იყოს, თქვათ, რომელიც უშუალოდ რაღაცის ოპტიმიზებას ახდენს, თქვათ, მაგალითად კრეატინი, ხო? კრეატინს იმდენს ვერ მიიღებ ხორციდან, რომ, თქვათ, კოგნიტური ბენეფიტები მოგწეს, ხო? ანუ ასე აღმოვაჩინეთ, რომ რომელიღაც საკვებ დანამატის ფორმით შეიძლება ქონდეს უფრო მეტი სარგებელი, ვიდრე მისი ნატურალური, ნატიური ფორმა რომ იგიღო საკვებიდან. ანუ კონცენტრაცია ისეთი და კონცენტრაციის მომენტიც არის. ასევე კომბინაციამ შეიძლება რაღაც ახალთვისება შეძინოს, რომელსაც მოდულირება შეუძლია ჩვენ ნერვული სისტემის, ანუ გამაჯანსაღებელი დანამატები, მცენარების, ფესვების ნაფრხვნების, სტრესის რეგულაციისთვის და ასე შემდეგ. ამას საკვებიდან ვერ მიიღებ, იმიტომ რომ ის არის უშუალოდ მცენარიდან მოსული სარგებელი. ხო და მე მინდა ეხლა რომ ყველაზე მოკლედ გითხრა, ესე იგი ეს არის 5 პროდუქტი, ეს არის დანამატები, ხო? შენ ხო დაყავი საკვები დანამატები და ანუ ის მინერალები და ვიტამინები, რომელიც შეიძლება გვაკლდეს. მოდი ყველაზე ცალ-ცალკე მოგვიყვები, პირველად რომელი შექმენი? პირველად იყო ბალანსი. ბალანსი იყო, მაშინ მოდი ჯერ პირველ რიგში უნდა გითხრა, რომ ძალიან ლამაზია შეფუთვა. ეს ნადია, ბალანსი შენ სკენარი მე მგონი. ბალანსი ეს არის, ხო მოგეწონა? მომეწოდე. მადლობა. ესე იგი ეს იყო პირველი. ძალიან ლამაზი შეფუთვა აქვს, ფერებიც ესეთი მინიმალისტური. მადლობა. მომწონს ძალიან და თვითონ მინდორის ლოგო არის ულამაზესი. შენი დიზაინით არის თუ ვინმე გააკეთა? ჩემი პრეტენზიით არის. დიზაინერი რა თქმა უნდა პროფესიონალი იყო, ის გააკეთა, მაგრამ მე ასე რომ ვთქვათ,
მე ვეუბნებოდი არ მომწონს რაღაცა და უფრო ბოლოს მარტივი, უფრო ლამაზი, უფრო ესეთი მჰმ. ესთეტიური, ელეგანტური რაღაც და ბოლოს მართლა ისეთი რაღაც შევქმენით ფიქრობ, რომელიც ესე მოგწონს ვიზუალურადაც და ხო. აი საკვები დანამატები რა არის, იცი, ხშირად მჰმ. აა იგივე კომპანიები ქმნიან, ვინც ანუ ფარმაკოლოგიური კომპანიები ქმნიან ასევე საკვებ ხო. დანამატებსაც და ცოტა უგულო მიდგომა აქვთ ხოლმე რაღაც მარკეტს მმ. იკვლევენ, ფორმულებსაც ძალიან ისე ქმნიან და ეს დიზაინიც არის ხოლმე რაღაც ესეთი, ანუ რაღაც ხელოვნების ელემენტი საერთოდ არ აქვს. უბრალოდ რასაც შეიცავს ამ ინგრედიენტებს ესე მმ. აწერენ. ხო, და წამალია ხო, და მე ესე იმით. არ მინდოდა, იმიტომ რაღაც განსხვავებული გვინდოდა რომ შეგვექმნა. ასევე მჰმ. ამ ფორმულებს, რასაც ვიმუშავებ, არის ყველაფერი თქვა ამის უკან არის წაკითხული კვლევა, გააზრებული კვლევა და მჰმ. ადამიანის საჭიროებაზე არის მორგება რა. მჰმ. კაი, ამ, ბალანსი რას აკეთებს გითხარი? მე დავიწყე ბალანსით დღეს ბალანსი შევთხარ. არის ჩემი ორი ფავორიტი ადაპტოგენების კომპლექსი, აშვაგანდას სრული პროფილის აშვაგანდას ფესვების ნაფხვენი და სრული პროფილის როდეოლა როზას ფესვების ნაფხვენი. და ეს აშვაგანდა ნუ ცნობილია და სად ვსადდება? ეს ახლა შრი-ლანკის მთებში მოდის ბალანსი, მმ. რაც რა აშვაგანდასაც შეიცავს, იმიტომ რომ როცა ამერიკაში ვიღებდი ამას, ერთი კომპანია იყო, რომლის ფორმაც მომწონდა რა. მჰმ. და აქ რო ჩამოვედი, ვერ ვნახე ეს საერთოდ. აშვაგანდა იყო უფრო რაღაც ეს ექსტრაქტები და უფრო ძლიერი ფორმები და ისინი ამზადებდნენ ამ რაღაცა სრული პროფილის ფესვების ნაფხმას და იმათ მივწერე, რომ ძალიან მომწონს მეთქი თქვენი ის, მაგრამ ერთი ნაკლისი აქ მეთქი, რომ დიდი დოზა გაქვთ ერთ კაფსულაში აღებული. და მინდა აა. მეთქი, რომ ჩემი დავამზადო, რომ ჩემთვის, ჩემი თავისთვის, ჩემი საყვარელი ადამიანებისთვის მოვიხმარო ეს და მირჩიეთ საწარმოს, სად წავიდე, რომ ეს დავამზადო. საიდან მოგაქვთ მეთქი თქვენ და შრი-ლანკის მიმასწავლეს ეს საწარმო მმ. დაუკავშირდი და მე იქ ჩავედი კიდევაც ვიმოგზაურე და მოკლედ და ასე კი, შეიქმნა კი, ბალანსი, პირველი საკვები კი, დანამატი. ანუ ბალანსი ასე. მაშინ გეგმავდი, რომ მინდორი იქნებოდა, რომ გაყიდიდი აი ამ საკვებ დანამატებს და ეს ესე უკვე შემთხვევით ესე მოხდა. ხდება რა, ალბათ წელწადნახევრის წინ, როდესაც მმ. დავიწყე ნელ-ნელა მივხვდი, რომ ძალიან დაეხმარებოდა ადამიანებს, იმიტომ რომ სტრესი თუ გაწუხებს, ხო, მჰმ. აი როცა მეუბნებიან ხოლმე გონება სისავსე კი ამას ვაკეთებ, მაგრამ შედეგი არ აქვს, თქვათ თერაპევტთანაც დავდივარ და ფსიქოთერაპიას შედეგი არ აქვს, თქვათ ხშირად იმიტომ ხდება, რომ როდესაც სტრესი არის დაგროვილი ჩვენ სხეულში და გადარჩენის მდგომარეობაში იმყოფება ჩვენი სხეული, შენი გონება არ იხსნება. მჰმ. არც შენს გონებაში რა ხდება, ემოციები, აზრები არ იხსნება, იმიტომ რომ ჩვენი სხეული ამას ფარავს, გადარჩენის მდგომარეობაშიც არის ჩაძირული. და ეს ადაპტოგენური თვისება ნიშნავს იმას, რომ გადარჩენის მდგომარეობას ამცირებს, ჰორმონ მმ. კორტიზოლს ამცირებს და როდესაც შენი სხეული მოისვენებს, ახარ ხარ ესე განუწყვეტლივ დაძაბული, მომართული მჰმ. გადასარჩენად, რომ რაღაც ცუდი მოხდება, ხო? ამ შემთხვევაში შენი გონებაც ნელა დუნდება და რაც თქვათ, რაზე მუშაობაც კიდე თქვათ, გონების დონეზე, არ მჰმ. ვიცი, ეს ნებისმიერი პრაქტიკა იქნება ეს თქვათ ემოციების აღწერა, journaling, ხო, დაწერა, შენი დღიური. დღიური შენი შინაგანი გამოცდილების გადმოცემა, ეს 10 მაგდება და 100 მაგდება, როდესაც შენ მჰმ. სხეულს ადუნებ. შენი სხეული როდესაც აღარ არის ჩაძირული ამ გადარჩენის ფიზიოლოგიაში და ეს მჰმ. ძალიან ძალიან გეხმარება მაშინ, როდესაც თქვათ შედეგი გინდა უფრო მალე და მჰმ. შეიძლება კონტროლი გაქვს დაკარგული შენ სხეულზე და ის ბერკეტიც აღარ გაქვს, საიდან მოადუნო სხეული. მმ. აა რაღაცა პირველი კარგი სტარტი არის, რომ დაიწყო თვითაღდგენის გზა. და ამისთვის ბალანსი კი, არის. ურჩევ და ძალიან კაი შედეგები ხო. გვაქვს. მე მაშინვე შემამჩნია აჰა. ენერგიის მატება. აი 3 დღეა რაც ვსვავ და აშკარად ვამჩნევ. მიუხედავად იმისა, რომ მე ვიკვებები, გადასარევად მძინავს ეს რეჟიმი ყველაფერი. ვარჯიშობ ასევე დღიურსაც ვწერ, აქტიურიც ვარ, აჰა. საქმიანი და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, მაინც გრძნობ, რომ აი საღამოსკენ თუ უკვე რაღაცა 8 საათზე უკვე მეძინებოდა ხოლმე და ეხლა რაღაც გუშინ 12 საათზე 12 კი, საათამდე სალომე. ფიზულად ვიყავი. იცი რა ხდება? ესე იგი ადამიანებს ძალიან იშვიათი ადამიანია რომ მქონდეს ძილი სრულყოფილი. შეიძლება მმ. ადამიანს ღამე ეძინოს, მაგრამ მაგრამ აღდგენითი პროცესი თქვა და ეხლა მჰმ. მაძილში ის შეიძლება მაძილშიც კი ჩადიოდეს, მაგრამ რაღაცა რეზოლუცია რმაზილის როგორ ჩადის ტვინი ამ რმაზილში და აღდგენას როგორ ახერხებს ორგანიზმის. ეს ეს არის პირდაპირ მთავარი. მიბმული არის სტრესთან. და დღეს მჰმ. ახლა ესეთი სტრესის გარეშე ცხოვრება არავის არ აქვს, ამიტომ ენერგიის დონე პირდაპირ არის მიბმული ძილთან. მჰმ. ადამიანს თუ ღრმაძილში არ ძინავს, ღრმაძილით არ ძინავს და ეს აღდგენითი პროცესები არ ხდება ყოველდღიურად.
შეიძლება გქონდეს იმის განცდა, რომ იქ მე ცნობიერება გამეთიშე კი, მაგრამ დილით რო გავიღვიძე, მაინც. მაინც მქონდა იმის განცდა, რომ იცი რა თითქოს არა ვარ მჰმ, შემართებით ისე მჰმ. როგორც მინდა რომ ვიყო. და ამას ეხმარება ძალიან. ბალანსი. ეხა ნადზე მოგვიყევი? ნადი არის უფრო თანამედროვე დანამატი, ეხლა ამერიკაში ძალიან ის არის აფეთქებული ახლა ლიტერატურა ხო, ამ ნადით. ძალიან NAD+ პოპულარულია. არის ძალიან პოპულარული და ეს გულისხმობს რას, რომ ესე იგი ჩვენს უჯრედებს გაჩნდათ მიტოქონდრიები. ეს ენერგიის მჰმ, ორგანოები არის, რომლებიც წარმოქმნიან მატეებს, ენერგიას. მჰმ, და ეს ენერგია არის საჭირო, რომ უჯრედები განახლდნენ, გარემონტდნენ დნმ-ის დონეზე, ანუ ეს უჯრედულ დონეზე ხდება განახლება და გარემონტება. მჰმ, და როგორ არის იცი, რომ როდესაც სტრესში ადამიანი, აი როგორც სტრესი ფიტავს ორგანიზმს მაგნიუმისაგან, ხო? ასევე ფიტავს სტრესი სხვადასხვა ნივთიერებებისაგან, მათ შორის ნადის დონე შეიძლება ქონდეს უჯრედში შემცირებული ადამიანს. მჰმ, ასევე თუ თქვა სხვადასხვა საპილოტე ან შეზღუდულ დიეტებზე იმყოფებოდა ადამიანი და მჰმ, მეტაბოლიზმი შეუნელდა, ხო? მჰმ, ამ დროსაც შეიძლება იყოს თქვა ეს დამხმარე, რომ უჯრედს მიაწოდო პრეკურსორს ვეძახით. მჰმ, სუბსტრატი იმისთვის, რომ ATP წარმოქმნას. ახლა მჰმ. ცოტა ჟარგონს ვიყენებ სამედიცინოს, მაგრამ რეალურად ეგ არის. ანუ უჯრედს ეხმარება, რომ აღდგენას. ენერგია წარმოქმნას, ენერგია გაზარდოს და ეს ყველაფერი ითარგმნება რაში, ესე იგი, როდესაც უჯრედულ დონეზე ხდება აღდგენა ორგანიზმის, გაახალგაზრდაობას ეძახიან ამას. მჰმ. ტვინის, თვალების, კანის და ყველა ორგანოს. ხო, ეგ უნდა მეკითხა, მე ქალების აუდიტორია მყავს უმრავლესობა და კანის მოვლა არის ჩვენი მთავარი, ასე ვთქვათ, ჰობი. ესე იგი, კანზეც ძალიან დადებითად აისახება ნადბურს. ძალიან. ძალიან კაი. შემდეგი არის, ნუ ვიტამინ D, K2 და MK7. აჰა. D3 ინტელი, ანუ ეს არის ინტელი ჭკვიანი ფორმა მჰმ, D3-ის მოფერებით ესე ვეძახით. ესე იგი, როგორ არის იცი, ძველ ექიმებს მიაჩნდათ, რომ D3 უნდა მიგიღო 2000 ერთეულით. მჰმ, მაგრამ მე რაც გაირკვა იყო ის, რომ თქვათ D3-ის დონე, სისხლში რო გაიზომო D3-ს ხო, ანუ 50-60, ზოგიერთი D3-ის ექსპერტი თვლის, რომ 80-იც კი, 80 უნდა, ერთეულიც კი მჰმ, არის, როცა სარგებელი მხოლოდ იზრდება. და ეს მჰმ, სარგებელი არის თქვათ სხვადასხვა დაავადების რისკის შემცირება, ავტოიმუნური დაავადებების რისკის შემცირება, დეპრესიის რისკის შემცირება და მჰმ, ასე შემდეგ. ანუ ეს როგორც გონებისთვის ეს სხეულისთვის არის ძალიან კარგი. მჰმ, და ხშირ შემთხვევაში ვერ იღებენ ხოლმე საკმარისი დოზით. რატო შევქმნით ეს ფორმულა არის, რომ 5000-იანი არის მჰმ, ლიპოსომური კაფსულა, კარგად შეიწოვება და ერთი რაც მინდა იცოდნენ ჩვენო მაყურებელმა არის ის, რომ D3-ს თუ იღებ მარტოს, ხო? კალციუმი შემოიტანს ნაწლავიდან. D3-ის როლი ეს არის, რომ კალციუმი მჰმ, შემოიტანოს ნაწლავში. კალციუმის დონე გაგეზრდება სისხლში და თუ არ გაქვს საკმარისი ოდენობით ეს K2 და არა K1. მჰმ, K1-ის ეშინიათ ხოლმე, იმიტომ რომ სისხლის შედებაში ხო, მონაწილეობს და ხშირად აშინებენ, რომ სისხლის შედების რისკს ზრდის. არა, K2 მისი ძმა სხვა არის. მჰმ, K2 ეხმარება კალციუმს, რომ შევიდეს ძვლებში და სახსრებში და ასე აა, შემდეგ. ამიტომ შეიძლება კალციუმის დონეს გაზრდეს, რბილ-ქსოვილებში აღარ წავა. თუ სხვა მჰმ, შემთხვევაში შეიძლება სიზარყებში წავიდეს, თირკმლებში წავიდეს, რბილ-ქსოვილებში ჩალაგდეს, რაც არ მჰმ, გვინდა, არ გვაწყობს. რაც მჰმ, გვინდა არის, რომ კალციუმის დონე როდესაც გაიზრდება, ხო, ამას თავისი გეზიც მივცეთ, ანუ დავაბინავთ ეს სწორად. და ამ ორ საკეთებს და ასე კოფაქტორები აქვს, რომელიც აქტიურებს უშუალოდ და ნახევარდაშლის გახანგრძლივებას ახდენს. ნუ საკმაოდ დეტალური არის, რატო აქვს რატო არის ფორმულა ისეთ როგორც არის რა. ხო, ნუ რა თქმა უნდა ამ ყველაფერს მიუთითებ საიტს მინდორჯი ადვილი და კი. სამახსოვრებელია, მაგრამ მაინც ვიდეოს ქვემოთ აღწერაში მექნება. EPA 500, ამასაც აჰა. ვსვავ. ეს არის ომეგა-3-ის მაღალ კონცენტრირებული ფორმა. აჰა. ეს ომეგა-3 შედგება EPA-სა და DHA-საგან და ეს აჰა. როგორ არის იცი ეს EPA 500-ს ახლა რაც შევქმნით, ნუ ზოგჯერ EPA 500-ს ვეძახით, ზოგჯერ რო არ დაიბნენ EPA 500-ს, ეს არის მაღალ კონცენტრირებული ფორმა, რომელიც ეხმარება თელს ორგანიზმს იმისათვის, რომ შეამციროს ანთება. საერთოდ ანთება რეგულირდება ომეგა-3-ით და ომეგა-6-ით. აჰა. და ჩვენ როდესაც თქვათ ამ რაფინირებულ ზეთებს მოვიხმართ და ამაში მომზადებთ საკვებს, ხო? ეს ომეგა-6 შეიცავს ძალიან ბევრს და ომეგა-6 არის აჰა. ანთების ხელშემწყობი გზა. ომეგა-3 არის კი პირიქით ანთების შემამცირებელი გზა. აჰა. და რაც აღმოჩნდა იყო ის, რომ უმეტეს ადამიანს აქვს 16-თან, 20-თან ომეგა-6 და ომეგა-3-ის ფარდობა. ანუ ომეგა-6 აქვს გაქცეული, ომეგა-6 აქვს მომატებული და მთელი ორგანიზმი არის ჩაძირული ანთებაში. სახსრების დაზიანება, ტვინის ქსოვილის დაზიანება, ყველაფერზე ახდენს ეს გავლენას და ეს ფორმა რაც შევქმნით არის ძალიან ეფექტური ტვინის ჯანმრთელობის. ყველა ომეგა-3 ტვინამდე ვერ აღწევს.
ასევე ტრიგლიცერიდ ფორმა უნდა იყოს, რომ ცხიმში ხსნადი იყოს, გადალახოს ბარიერი, იმიტომ რომ ყველაფერი ტვინამდე ვერ აღწევს. ტვინი არის რაღაც VIP ორგანო რა, ანუ ყველაფერს არ უშვებს. ამიტომ სპეციალური ფორმა საჭირო, სპეციალური კონცენტრაცია საჭირო იმისთვის, რომ ტვინამდე აღწიოს ომეგა-3 და ტვინში თუ არის ანთება, ის შეამციროს. და რაც კვლავ მაჩვენა იყო ის, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე თუ ყველაზე არა ბუნებრივი დეფექტური გზაა დაქვეითებული განწყობის ბუნებრივად ასამაღლებლად. ой, რა საინტერესო. 1500 მგ EPA, 500 დღეში ომეგა-3-ის ეს ფორმა, ტრიგლიცერიდ ფორმა, ყოველდღიურად არის ძალიან ეფექტური. დაახლოებით ეს არის დაახლოებით 1 გრამი 2 გრამი რა. და ბოლო მომაწოდეთ ხო? ეს არის მაგელიტი, თუ მაჯელიტი? მაგელიტი. მაგელიტი. მაგელიტი ხო, რა? მაგიურთანაც ასოცირდება. ხო, თავარდისფერი. ხო, ეს მაგელიტი არის მაგნიუმის ორი ფორმა, ბისგლიცინატი და ელთრეონატი. რატო იცი რომ ესე იგი ყველა ფორმას მაგნიუმის არ აქვს კარგი შეწოვა. საერთოდ მაგნიუმის ძალიან ბევრი ფორმა აქვს. მაგნიუმის ინტრავენური ფორმაც არსებობს, მაგნიუმის მარილებიც არსებობს. და ეს მაგნიუმის გავრცელებული ფორმები რაც არის თქვათ, ოქსიდი, ციტრატი, გლიცინატი, ბისგლიცინატი, ელთრეონატი, ხო, ყველა ფორმას თავისი გამოყენება აქვს და თავისი დანიშნულება აქვს. თქვათ, არის მაგნიუმის ფორმები, რომლებიც ნაწლავში რჩება, რომ მიიღებ არ შეიწოვება კარგად, როგორც არის თქვათ, ოქსიდი, რომელიც უფრო ადამიანს გამოადგება თუ შეკრულობა აწუხებს და ნაწლავის პრობლემები აწუხებს. მაგრამ როდესაც საუბარია, რომ სისხლში შეივსო, ორგანიზმში შეივსო მაგნიუმის დონე, გჭირდება ბისგლიცინატი და კიდე ერთი პრობლემა ტვინში როგორ არის, ხო? იგივე არის საკაც. ელთრეონატი არის ფორმა, რომელსაც შეუძლია გადალახოს ტვინს სისხლის ბარიერი და აღწიოს ტვინამდე. ანუ ეს ფორმა არის, რომ ტვინს სხეულის დონეზე სრულფასოვნად მოხდეს მაგნიუმის რეზერვის შევსება, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ადამიანის ბიოქიმია ფუნქციონირებდეს წყობაში. 300-მდე ენზიმურ რეაქციაში მონაწილეობს მაგნიუმი, მათ შორის შესაძლოა D ვიტამინის ჰორმონად გარდაქმნაშიც მაგნიუმი მონაწილეობს, იმიტომ რომ თუ ადამიანს მაგნიუმი აკლია, შეიძლება ხებლობდეს D3-ს, მაგრამ არ კონდეს შედეგი, იმიტომ რომ ჰორმონი ვერ ხდებოდეს, კალციტრიოლი. ძალიან მნიშვნელოვანი არის მაგნიუმი ამ კუთხით. ყველა ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ელემენტი არის, რაც ადამიანს სჭირდება და ძალიან ბევრ ადამიანს უმეტესი კვლევებით 50-60%-მდე ადამიანს აკლიათ მაგნიუმის დონე. ესე იგი, ახლა უფრო ნაცვლად დავინახე, რას ნიშნავს გონება-სხეულის, ასე ვთქვათ, მიდგომა, გონება-სხეულის გაჯას. ყველა დანამატზე შე რო საუბრობდი, თან საუბრობდი თქვათ სიმპტომებზე და თან გონებაში, ანუ ტვინში როგორ უნდა შეაღწიოს. ესე იგი, ეს დანამატები იმით არის გამორჩეული, რომ გონებაზეც და სხეულზეც ორივეზე თანაბრად მუშაობს. კი, და რატო ჩვენ იმგზით არ წავედით, რომ თქვა რაღაც ბრმად შემოგვეტანა ასობით დანამატი არის, რომ ნიუანს ვაქცევთ ყურადღებას, იმიტომ რომ ერთი არ მინდა რომ ჩვენს დანამატებს გქონდეს ერთმანეთთან კონკურენცია, ანუ ერთს რომ მიიღებ თქვა რაღაც მეორეს ეკონკურენტებოდეს, ან ერთად მიიღება არ შეიძლებოდეს და ასე შემდეგ. ყველა დანამატს რასაც ვამატებთ არის როგორც სახლის შენებლობა ესე, როდესაც შენ აგურს-აგურზე ადებ და ჰარმონიულია ეს ყველაფერი. და ეს ჰარმონიულობა არის თქვა გონებისა და სხეულის დონეზეც. იმიტომ რომ შენ გჭირდება რომ ერთიანად აღადგინო ის მინერალი აკლია ტვინს თუ ვიტამინი აკლია ხო შენ გჭირდება რომ სხეულსაც შეუსოეს და ტვინსაც შეუსოეს და ფორმებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ასევე რა თანმიმდევრულობით ღებულობ, რა კომბინაციით ღებულობ და ასე შემდეგ. და შენ როცა ამბობდი ლაშა რომ მე არ მომწონს როდესაც მედიკამენტებზე დამოკიდებულს ხდიანო პაციენტებსო. ხო შეიძლება საკვებ დანამატზე გახდეს დამოკიდებული ადამიანი. კი. თავისუფლად. იცი რა, საკვებ დანამატზე დამოკიდებულობა არის ცოტა ესეთი ნიუანსის შემცველი. თუ შენ მაგალითად ომეგა-3 ხო? EPA 500 ფორმა. თუ შენ არ იკვებები სწორად, რომ ისეთი საკვებით, რომელიც ამას ნატიურად ბუნებრივად შეიცავს, ხო? მაშინ აუცილებლად უნდა მიიღო ეს საიდანვე. იმიტომ სხვა შემთხვევაში ანთებაში იქნება შენი ორგანიზმი ჩაძირული და ეს დაგაავადებს, ხო? ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, თქვათ, საკვებ დანამატზე, აუცილებელია რომ ამის, თქვათ, ამ ფაილის შიგნით რა არის გავარკვიოთ. ეს არის, თქვათ, ვსაუბრობთ მინერალზე, ვიტამინზე თუ რაიმე მცენარეზე, ხო? მცენარეებზე უფრო არ ხოლმე მომხრე კურსებით მიღები. შეიძლება ადამიანი, თქვათ, ჩაიტაროს 3 თვიანი კურსი და დააკვირდეს, როგორ გრძნობს თავს, დააკვირდეს, თქვათ, იმიტომ რომ ეს აღდგენითი პროცესები თავისით აჯანსაღებს გონებასაც. როდესაც სხეული აღარ არის ჩაძირული სტრესში, ახალ აღმოჩენებს აკეთებს გონებიდანაც ადამიანი. და შესაძლებელია ეს 3 თვიანი კურსი იყოს ტრანსფორმაციული გონების დონეზე, თქვა ადამიანს თუ დაკვირითებული განწყობა აწუხებს ან შფოთვა აწუხებს, ამან შეიძლება გონების დონეზეც
და იდენტობის დონეზეც კი შეიძლება ადამიანი თქვას, რომ იცი რა ბავშვობის სილაღეში დავბრუნდი, თითქოს ჩემი თავი დავიბრუნე, თითქოს რაღაც ჩემი თავის საუკეთესო ვერსიას უახლოვდები. წერენ გონია ესე, კი, ესეთი, ხშირად რა ძალიან. და საინტერესო. ეს ხდება, იმიტომ რომ ადამიანი როდესაც სტრესში აღარ არის ჩაძირული, თავისით აკეთებს ახალ აღმოჩენებს. ეს ნეიროპლასტიურობა რაც ნიშნავს ახლის აღმოჩენას, რეალურად ეგ არის ნეიროპლასტიურობა, ახლის სწავლა. და ტვინის სტრუქტურაც იცვლება ამ დროს. ანუ დრო და სივრცე უჩდება, რომ ის ახალი დაინახოს და ზუსტად, შეამჩნიოს. ზუსტად. და ახალი ნერვული კავშირები ყალიბდება და ნეიროპლასტიურობით შემდეგ ადამიანის პიროვნება, გონება, რწმენები, შეხედულებები, ემოციები ეს ყველაფერი იცვლება. და ნუ კიდევ ერთხელ ვთქვათ, ვიტამინები, მინერალები ცოტა უფრო სხვა არის. არის რაღაც, რასაც საკვებიდან თუ არ ღვიძლოთ თუ გჭირდება და ვთქვათ, რომ სცენარებს როცა ვსაუბრობ, სცენარებზე უფრო სხვა მოდელია ასრულების. ძალიან საინტერესო, ამდენი არ მომისმენია საკვებ დანამატებზე, სიმართლე გითხრა, ხო გეუბნები, აი დაბლოკილი მქონდა და საერთოდ კი არ ვაღიარებ. მესმის და მეც სკეპტიკურად ვარ განწყობილი სიმართლე რო გითხრა. მეც ძალიან ბევრს ვფიქრობ იმაზე, რას მივიღებ, როგორ მივიღებ, რა ფორმით მივიღებ და მე თვითონ ამ ყველაფერს ვკითხულობ. და დობის ელემენტი გააჩნია აუცილებლად. პირველ რიგში ყოველწონები ადამიანს, რომ ეს ყველაფერი შეისწავლე, თქვათ, კარგი იქნება შენ თვითონ გაიგო, მომისმინო ჩემს ლექციებს, უფრო ხმად მოусმინო, გრძელი ლექციები აქვს მე ამაზე ჩაწერილი და ნახე თუ dobიდან შემოხვალ. თუ dobიდან არ შემოხვალ, მაშინ ჯობია ისეთ რაღაცა გაყვე რას ცენდობი, ვისაც ცენდობი, რასაც ცენდობი, იმას გაყვე, იმიტომ რომ ამას dobის ელემენტიც აქვს. ადამიანი მარტო სხეულზე ზრუნვა არ არის. შენი გონები და როცა რაღაცის გჯერა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მთლიანად ჰარმონიულად გააჯანსაღო შენი გონება და სხეული. მე აუცილებლად მინდა გკითხო, ეხლა დასასრულს უახლოვდება ჩვენი პოდკასტი, მაგრამ აუცილებლად უნდა გკითხო შენს მოგზაურობებზე აღმოსავლეთში. შენ ხშირად დადიხარ აღმოსავლეთში, ნუ გარდა იმისა, რომ ეს პროდუქტებიც იქ იქმნება, როგორც გითხარი, შენ ბერებთან ცხოვრობ, რაღაც ტაილანდში და მაინტერესებს, აი ჩვენ საუბრობთ გონებისა და სხეულის გაჯანსაღებაზე და როდესაც ადამიანი იწყებს ზრუნვას სხეულზე, გონებაზე, ჯანმრთელობაზე, პიროვნულ განვითარებაზე. აი აქ რა როლი აქვს სულიერებას? ძალიან კაი კითხვაა. იცი რა არის ალბათ დიდი ხნის განმავლობაში მე ჯანმრთელობას უყურებდი ესე რომ აი ადამიანი არის მარტო სხეული. ბიოქიმია, ფიზიოლოგია და ამის კიდე არაფერი არის და რაღაც ძალიან მატერიალისტური ხედვა გამაჩნდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მათ შორის ეს ჩემი გზა რაც მოყევი და ამ შემდეგ ამან დამანახა სულიერების გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე და ჯანმრთელობაზე და ბედნიერებაზეც ალბათ რა. ამიტომ საბოლოოში ეგ არის რაღაცა დიდი გამოსავალი ამ ყველაფრის და აღმოსავლეთში როცა ესეთი განზრახვით ორჯერ ვიყავი ესე იგი ამ ბუდისტურ მონასტერში, სადაც თელი მსოფლიოდან ჩადიან ადამიანები და რაღაც და არც ერთხელ არ მქონია იმის განზრახვა, რომ თქვა ეხა დავრჩები აქ ერთი თვე და რაღაც. ეს ყველაფერი ხდებოდა ძალიან თავისით. ადამიანები გავიცანი ბევრი, თქვათ, ბევრი ყო ავსტრალიიდან, ამერიკიდან, ევროპიდან და როცა ვატყობ, რომ თქვათ რაღაცა ჩემი თავის ახალ ასპექტებს პოულობ და ნახულობ, ეს არის რაც მაძლევს мотивაციას, რომ უფრო დიდ ხანს დავრჩე. ეს არ არის ისე, რომ თქვათ მე აქ რაღაცა რელიგიური მიზნით ჩავდივარ და რაღაც. არა. ეს არის უფრო თქვათ აი შენი თავის რაღაცა ისეთი ნაწილების აღმოჩენა, რომელსაც არ იცნობდი და ასევე რჩევის სახით რჩევა რომ მივცე ჩვენს მაყურებელს ძალიან მაგარია ზოგადად რომ გარემო შეცვალო და დააკვირდა ის გარემო, ახალი გარემო როგორ ახდენს შენზე გავლენას, რომ გარემო არის ყველაზე ძლიერი ფაქტორი, ყველაზე ძლიერი ძალა ჩვენ ცხოვრებაში. როდესაც გარემო იცვლება შენი ასე რომ ვთქვათ, შენი თავიდან, შენი სულიდან თუ შეიძლება ეს დავარქვათ ისეთი რაღაცები შეიძლება წამოვიდეს, ეს რაღაცები იყო, რომელიც შენთვის ძალიან საინტერესოა. ასე მე ვწერ ძალიან ბევრს. და ესეც ძალიან მეხმარება ხოლმე წერაში, იმიტომ რომ წერაც ამ შემთხვევაში ახლა რაც ექიმის როლში ვსაუბრობდი, მაგრამ წერაც არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და ეს მოგზაურობა ჩანახატებს წერ ზუსტად არ ვიცი რა ჟანრია ეს პოეზია თუ რაღაც ფილოსოფია არ ვიცი, რაღაც ჩემი სტილი მაქვს წერის
და რაღაც ალბათ ღიური, დღიური. ღიურს. ხატრული დღიური. ხატრული ღიური, ხო. ნუ წიგნიც მაქვს დაწერილი, ეს უფრო მას შეეხება ჩემს გამოცდას, მაგრამ ამას წერ და მმ. ძალიან მიყვარს ეს ახალი კულტურის გაცნობა, სხვა ადამიანების გაცნობა და ხო, ჩემი თავის რაღაცა უფრო უფრო ღრმად გაგება და შეცნობა. და ეს სულიერება შენთვის რა არის? აი რა ადგილი უჭირავს? აა ესე ძალიან კაი კითხვაა. სულიერება ჩემთვის არის აა კავშირი შენს ყველაზე ნამდვილ თავთან. აი ყველაფერი რო ყველა მოლოდინი და ყველაფერი რაც ჩვენ ასწავლი გვაქვს. რაც უთხარი ბავშვი ჩიტის სახელი და მას ვერასოდეს ვეღარ ნახავს. რაღაც ეგ არის სულიერება. ანუ რაღაც სანამ გაიგებ ყველაფერს ხო რაღაც ინფორმაციას აიღებ გარემოდან, მანამდე გაქვს ეს რაღაც პირვანდელი ცხოვრების ელემენტი და ამასთან დაბრუნება სულიერება. და მინდორშიც ამაგაზე არის დიდი აქცენტი, რაღაც ეს სახში დაბრუნება, შენ თავთან დაბრუნება, ამას დიდი აქცენტია. და ჩემი აზრით ბუნება ეხმარება ადამიანს, რომ ეს იპოვოს და ეს შექმნას. ძალიან კაი პასუხი იყო. ესე იგი შენ ლაშა ცხოვრობს თელავში. იქაც ბუნებაში ხარ უფრო მეტად, აჰა. ხო? იკვებები, მოდი მაგასაც გითხარი. მე იმდენი კითხვა მაქვს, ხა რაღაც თან გასაგებია რომ ერთი ეპიზოდი ძალიან გრძელი არ უნდა იყოს, მაგრამ მე მგონი სხვა პოდკასტიც დავგეგმოთ ჩვენ და კარგი იქნება. რაღაც აი ვერ ამოვწურე ხო, შენთან საუბარი. მესმის კი და მადლობა კომპლიმენტისთვის. ხო, ვისაუბრ რაზე? კვებაზე. კვებაზე ვისაუბრ. ხო, კვება რა არის ახლა ეს გაიდლაინების კვება, რაც საერთოდ არ ვთანხმები თავიდან მაგით დავიწყებ. რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანი დაიკვებებოდეს ძირითადად ბურღულეულით. უნდა შეამციროს სატურებული ცხიმის, ანუ ნაჯერი ცხიმის, ცხოველური ცხიმის მოხმარება და უნდა გაზარდოს ბოსტნეულის მოხმარება. ამას არ ეთანხმები? არ ეთანხმები ამას საერთოდ. ძალიან დიდი თემაა, მაგრამ მარტივად რომ გადმოვცე არის ის, რომ ადამიანის სახეობაში როცა ვითარდებოდით, ხო, ჩვენ ძირითადად ვიყავით მონადირე შემგროვებლები და ჩვენი დნმ მოელის იმას, რომ ადამიანი იღებდეს ცხოველურ პროდუქტს. ცხოველურ პროდუქტს შეიწოვოს ყველაზე უფრო უკეთ. შეწოვადი ფორმები, მინერალების, ვიტამინების არის ცხოველურ პროდუქტებში. ახლა პრობლემა ის არის, რომ ცხოველური პროდუქტების დამზადება ძირითადად არის ინდუსტრიული, რაც არის საშინელება, იმიტომ რომ ავადდებიან დაავადებული ცხოველების ხორცს ჭამთ, შემდეგ და მათ პროდუქტს ჭამთ. ამისი გაგრძელება არის, თქვათ, მონოკულტურული მეფერმეობა, ანუ რომელიც ქიმიკატების მეშვეობით მოიპოვებს რაღაცა ერთ მცენარეს ნიადაგზე განმეორებით და მინერალებისაგან იცლება ის მიწა კვდება და ასევე მკვდარი მიწიდან სიცოცხლეს ვერ მიიღებ, ასევე იღებ მკვდარ პროდუქტს, რომელიც არის დაცლილი მინერალებისაგან და ნუ კიდე პესტიციდები, გლიფოსიტები, რომელიც ტვინს აავადებს და ასე შემდეგ. ანუ ყველაზე კარგი არის რომ ადამიანი იკვებებოდეს ცხოველურ ფერმერული ცხოველურ პროდუქტებით, რომელიც არის მოპოვებული ჯანსაღ ნატურალურ მიწაზე. მიწაზე, რომელიც არ არის ხნის ქვეშ, მაგალითად თუ აღარ ვთქვათ ძროხას, ძროხის ხორცი, ბალახნაძოვი, ბალახი დასრულებული, ოდესაც ძროხა იკვებება ბალახით, რაც არის როგორც მოელის მისი ორგანიზმი, ხო? გაშვებულია გარემოში მზეზეა, ხო? და არ ავადდება ცხოველი და ესეთ პროდუქტს ვიღებ, თქვათ, ამისი კარაქი, ერბო, რძე, არის ძალიან კარგი. ასე გაზდა ბავშვების, ვინც ჩავლები გვისმენენ, ხო, არის ძალიან კარგი. ამ პროდუქტზე და ამაზე კარგს ვერაფერს ვერ აჩმევს თავისუფლს ადამიანი რა. და დასრულებისთვის ყველასთვის კარგი არის ეს კარგი. ხო და მაგრამ სად ვიპოვოთ ეს? ხო, ბალახს და გაზრდილი. თულია საკმაოდ. ხო და ხო, ამის მეორე არა, შაქარი საერთოდ თავიდან დამოვიწყდა ამის თქმა. ერთ-ერთი დიდი გავლენა ჩემს ჯანმრთელობაზე იქონია, როდესაც პირველად როცა ჩავედი ამერიკაში, მაშინ დავიწყე ეს კეტოგენური დიეტა, მაშინ იყო ძალიან დიდი ბუმი ამის ამერიკაში და მახსოვს რომ მე და გიგნ გამოვასწავთ ეს მაცივარი და ჩვენს მაგათ საბას მივეცით რა და საბა გაგიჟდა ამდენ რაღაცას როგორ მჩუქნითო და
აა ძალიან რთული იყო პირველი 3 დღე რა და დაახლოებით 6 თვე ვიყავ კეტოგენურ დიეტაზე და ძალიან დამეხმარა. მე გავედი პალეოზე, იმიტომ რომ Mhm. კუნთურ მასას ძალიან მაკლდებდა ეს კეტოგენური Mhm. დიეტა Mhm. და ზოგადად გრძელობაში არ არის შენარჩუნებადი. თუმცა, ვისაც უნდა რომ ნახოს რა არის აი შაქრის გარეშე, როგორი არის შენი კონცენტრაცია, შენი შინაგანი სიმშვიდე, შენი მეხსიერება, Mhm. კეტოგენური დიეტა რაღაც პერიოდი მაინც მაგის ნახვის, მაგის შეგრძნების კარგი გზა არის. Mhm. მე როგორც ვიკვებები არის ძირითადად ცხოველური პროდუქტებით, ფერმერული ცხოველური პროდუქტებით და ხილი სეზონურად. Mhm. ბოსტნეულს მინიმალურად. მე პომიდორი შეიძლება ხანდახან გემოს გამოგეც. შაქარს პროცესირებულ საკვებს საერთოდ არ ვჭამ. Mhm. აი ძალიან იშვიათად გემოთ მომენატრა რაიმეს შეიძლება ეს. მე რაღაცა ისე იდეალური ცხოვრების სტილი გაქვს, მაგრამ აი იცი რა როგორ სხვადასხვა რა არის, იცი ძალიან მარტივი ხდება, როდესაც ამას ჩევაში ხო, გადაიყვანო. ну აი ჩვევაში ხო, გადაყვანა არის ყველაზე კი, ძნელი. უნდა გადაიყვანო ჩვევაში. კი. ხაჭაპურზე უარი უნდა თქვა. ჩემი ხაჭაპური ზუსტი მე ძალიან წერტილი. მიყვარს და თონის პური კიდე, სასწაული. მაგრამ არ გიჭამია დიდი ხანია თუ აი ძალიან ნუ იშვიათად ჭამ. თვეში ერთხელ შეიძლება გემო თუ თქვა სახში არის შეიძლება გავსინჯო, ძალიან მიყვარს გემოზე მეც, მაგრამ აა არ არის კარგი ხო. ჯანმრთელობისთვის რა. ეს აწლავს ზოგადად ეს ანუ ხო. ყველასთვის შეგიძლია განაზოგადო ყველა ადამიანზე? აი ვიღაცისთვის იქნებ საერთოდ არანაირი ზიანი არ მოაქვს. ყველასთვის მოაქვს ზიანი, უბრალოდ რა არის, სხვადასხვა ადამიანის ორგანიზმს აქვს სხვადასხვა რეზერვი Mhm. და თვითაღდგენის სხვადასხვა სისწრაფე და Mhm. რესურსი. Mhm. ზოგ ადამიანს უფრო მალე ავადებს და აძლევს სიმპტომებს, ზოგ ადამიანს შეიძლება მთელი ცხოვრება ისე იცხოვროს, რომ რაღაც ესეთი ხელშესახები კაფიო ზიანი ვერ ნახოს, იმიტომ რომ Mhm. მისი ორგანიზმი, თქვათ, ძალიან ძალიან კარგად აღდგენს თავის თავს Mhm. ზიანის Mhm. მიუხედავად, მაგრამ თუნდაც ხორბლეული, ხო, ხორბლეული ნებისმიერი ხორბლის პროდუქტი, თქვათ, მარცვლეული პროდუქტები ძალიან ლექტინებს შეიცავს, აზიანებენ ჩვენს ნაწლავს და მე იქიდან მოდის ეს ანთებები, როცა თქვათ, ეს ბაქტერიული ფლორა გადადის ისში, აუტოიმუნური დაავადებები, ტვინის ანთება და ასე. ანუ ეს არ არის კარგი Mhm. ადამიანისთვის. ადამიანის ძალიან დიდი თემაა და გრძელი ძალიან არგუმენტირებულად შემიძლია ახსნა, რატო არის თქვათ, ფერმერული ცხოველური პროდუქტები ყველაზე კარგი, მაგრამ თავარი არის რომ ამას მოელის შენი ორგანიზმი. Mhm. ესე ელის რომ მიიღოს შეწოვადი ფორმა ვიტამინის და მინერალის. Mhm. და იცი რა არის კიდე, ერთი რას ჭამ და მეორე არის რას არ ჭამ. და Mhm. რას არ ჭამ, შე შემთხვევაში ის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რას ჭამ. იმიტომ რომ ზიანი ვთქვათ, უფრო მეტად მოდის იქიდან თქვათ თუ მავნე პროდუქტით იკვებები და ასე შემდეგ რა. ხო, ნამდვილად. კი. ამიტომ აი ეს რაღაცა ეგეს ხო მარკეტინგული ეს არის გათვლა რომ რაღაც ავსტრიის და რაღაც ისეთ შვეიცარიის ალპებში არის რაღაც გამაჯანსაღებელი ცენტრი, სადაც მილიონი ღირს დასვენება და გაჯანსაღება და გაჭმევენ რას? მოხარშული რაღაც ხორცი, ერთი ფოთოლი, ერთ სტაფილო და რა ვიცი, ნუ დავხარჯავთ ბევრ ფულს ამ საკვებში და ვიკვებოთ ეგრე და ეგ ხო, იქნება კი, ჩვენი კი. გაჯანსაღება. კი და რას არ ჭამ, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რა, ხო, აი ჯობია არ ჭამო, ხო, ვიდრე ბევრი ჭამო კი, რაღაცა გაურკვეველი საკვები. კი. ხო, ეს ნამდვილად სხვა თემაა, ამაზე ერთი კი არა მილიონი პოდკასტი შეიძლება კი. ჩავწეროთ, მაგრამ მე მგონი, აი მე მინდოდა რომ შენზე რაღაც კარგად გაეცნო ჩვენს მაყურებელს ლაშა ჯაყელი და მეც გამეცნო უფრო კარგად, იმიტომ რომ საუბარი რაღაც ისეთ საინტერესო გზებით განვითარდა, რაც თლად დაგეგმილი არ გქონდა, მაგრამ დიდი მადლობა შენ ამისთვის. მადლობა, შენ ხარ რაღაც არაჩვეულებრივი სტუმარი, გაიხარე. მადლობა. არაჩვეულებრივი და როგორც გითხარით, მინდორის საიტს დავტოვებ აუცილებლად ვიდეოს ქვემოთ აღწერაში. თუ ეს საუბარი თქვენთვის იყო საინტერესო, მიიღეთ რაღაც ახალი, ან მოისმინეთ ისეთი, რომელიც გინდათ რომ გაუზიაროთ თქვენთვის ნაცნობ ადამიანს, თქვენს მეგობარს, ვისაც ჭირდება ეს, მაშინ გააზიარეთ ეს ვიდეო და ასევე დაგვიტოვეთ თქვენი კომენტარები, თქვენი შთაბეჭდილებები და უბრალოდ თქვენი ფიქრები. ვიდეოს ქვემოთ კომენტარების ველში. ლაშა კიდევ ერთხელ დიდი დიდი მადლობა მადლობა სალომე. და წარმატებებს უსურვებ მინდორს და შენს გაიხარე. და ველი რაღაც კიდე ახალ აღმოჩენებს შენგან, რაღაც ახალ განვითარებას შენს აუცილებლად. კარიერაში და ცხოვრებაში. დიდი მადლობა. ბედნიერება და წარმატება. მე მაყურებელს ველოდები, შევხვდები ერთ კვირაში. დროებით.